მოგესალმებით, ეს არის პოდკასტის ყოველ სიტყვა, მე ვარ მისი წამყვანი ბესიკმაშოვა. ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან, ეს კი არის ჩემი YouTube არხი. აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ, ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად დაგვიჭირეთ მხარი. დონაციის შესახებ ინფორმაციას იხილავთ აღწერაში და რა თქმა უნდა, თქვენი გვერდით დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი ნება მომეცი წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი. მოგესალმებით. მამაო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გამონახეთ დრო. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს ძვირფას მსმენელს. მადლობთ კიდევ და კიდევ რომ ხართ ჩვენთან ერთად. მამა კახაბერ, მოკლედ დღევანდელი ჩვენი თემა ძალიან აქტუალურია თავისი შინაარსით, იმიტომ რომ ესეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, ეს არის საეკლესიო პრაქტიკა და მისი შინაარსი. ასე ვთქვათ, ფორმა და შინაარსის დამთხევა, რამდენად ემთხვევა ჩვენი ყოველდღიური ქრისტიანული წესები, ქრისტიანულ შინაარსს, ხო, გამოცდილებით და ტრადიციულად. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ფორმებზე და პრაქტიკებზე, თუმცა ძალიან ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე შინაარსებზე და ეს გამოცდილება პრაქტიკულად ყოველდღიურია და ერთ-ერთი მთავარი თემა ამ კონტექსტში არის ლოცვა და მარხვა. და ხო, აი ერთია ლოცვა და მარხვის ტრადიციული მითითება, მასზე აპელაცია და ძალიან სწორია, თუმცა აი შინაარსი როგორი აქვს მას, ეს კიდევ უფრო ვრცელი და ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ვრცელია, დასაკონკრეტებელია და მე ამოვალ მათი מחარებლის ამ ცნობილი ფრაზინა, ხო, ხოლო ეს მოდგმა ლოცვით და მარხვით განიდევნება, ეს გასაგებია, რომ ასე ეს რაღაცა სულიერი სრულყოფის ნაპირობაა, თუმცა თავისთავად რას ნიშნავს ლოცვა და მარხვა, რომელიც პრინციპში ქრისტესეული მოწოდებაა და მეორე მხრივ რას ნიშნავს მარხვა და ლოცვა, რომელიც დღეს ჩვენ გვესმის. ეს საკითხი მინდა გითხრათ ყოველთვის რაღაც ერთგვარი კივნეული საკითხი იყო, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცდილობს რაღაც თავისებური გაგება შემოიტანოს საეკლესიო სივრცეში. იმიტომ რომ ხშირად ადამიანი იოლ გზას ეძებს, მოგეხსენებათ. ეს იოლი გზა მისთვის რაღაცა გაადვილება ამ ცხოვრებისა, ამიტომაც საერთოდ არ გთავაზობს ღმერთი რთულ გზას და შე რომ გონია რომ გააიოლე, სინამდვილეში გააძნელე რაღაცა მდგომარეობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ჩვენ არა მხოლოდ ახალი აღთქმის ისტორიაში ვიცით ესეთი რომ მარხვის შესახებ რაღაცა მოწოდებაა და ადამიანებს ვკაცრავად არ ესმით სათანადოდ რა მოწოდებაზეა საუბარი, არამედ ძველი აღთქმის წიგნებსაც თუ გადავშლით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომენტია, ჩემი ადგილია ჩემთვის ისაია წინასწარმეტყველის 58 თავი, რომელიც საუბრობს მარხვის შესახებ, რომ რა სურს შენგან ღმერთს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ ეკლესიურმა ადამიანებმა ეს უნდა წაიკითხონ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისაიას 58 თავია, რომ როდესაც იწყებენ შეუდგებიან მარხვას და აი რაღაც ის უჭირავთ ხელში, როგორც ორცხობილას აიღებენ და კითხულობენ შემადგენლობას, რომ ვაიმე არ გაგვეპაროს იქ თურმე რაღაცა ერთი წვეთი არ იყოს ჩაღვრილი რაიმე, თქვათ, არასამარხო შიგნით და ამ დროს გვერდზე ადამიანი შეიძლება ისე შეჭამო სიტყვით, რომ ამას დიდი ყურადღება არ მიაქციო და სამაგიეროდ იქ თითოეულ დეტალს დაწვრილ მას ესე აკვირდებოდე, ამას ჯერ კიდევ ისაია პასუხობს, წარმოიდგინეთ, ქრისტემდე 9 საუკუნით ადრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ესე იგი მაშინაც იდგამს გავსი პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცნაირად ცნება აქვთ მიცემული, რაღაცა კანონი აქვთ მიცემული, რაღაცა ეკლესია ესაუბრება, რომ თქვათ, უნდა მარხვა და ლოცვა აუცილებელი რაღაცა, ესე იგი თვისება, რომელიც უნდა შეიძინოს ადამიანმა, ეს მის მაინც სათავისოდ. ამიტომ ცდილობს, რომ მარხვა დაიყვანოს კვების დონეზე. და თითქოს გასტრონომიული ცვლილება შენთვის მარხვა არის და საერთოდ არ მიაქციო ყურადღება რაღაცა მავნე და მანკიერ თვისებას, რომელსაც უნდა ებრძოლო და მარხვა სწორედ ამისთვის გჭირდებოდეს. იგივე მიმართება არის ლოცვასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ადამიანს რო ეტყვი, რომ აი ლოცვა უნდა ისწავლო, ან მრწამსი უნდა იცოდე რო ვეუბნებით, რაღაც ჩვენში ჯერ კიდევ ხომ მაინც დალექილია ის, რომ ასე გვასწავლიდნენ ჩვენი სკოლის დროს, ასეთი იყო სწავლება, რომ ვეფხის ტყაოსნის რაღაცა საზეპირო და ამ საზეპიროებმა შეაძულა ხალხს ვეფხის ტყაოსანი, რომ ავთანდილის ანდერძი უნდა გწოდნო და ზეპირად. და შინაარსი რომ გეკითხა, შეიძლება კი ვერ მოეყოლა, მაგრამ ზეპირად მოგიყვებოდა ავთანდილის ანდერძს ვეფხის ტყაოსნიდან. შუშანიკის წამებიდან რაღაცა
გარკვეული ციტატები უნდა გცოდნო და ზეპირად და ამას თუ არ ესე ზეპირად თუ არ იტყოდი, ნიშანს არ დაგიწერდნენ. და შინაარს არავინ არ მოგთხოვდა, მინდა გითხრათ ამ საზეპიროსი, რომ თუ კი იტყოდი ხაპასყოფით ხუთიანი და თუ კი რაღაცა შეგეკითხებოდნენ შინაარს და ვერ უპასუხებდი, ამაზე დიდად არავინ არ იჯარებდა. დაახლოებით ეს მდგომარეობაა, მინდა გითხრათ. ამიტომაც მართლაც გულდასაწყვეტი რამ არის, როდესაც თქვენს რომ წაკითხulis გააზრებაშიო რაღაცა ცუდი ადგილები გვიჭირავსო, მაგრამ რეალურად ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ ადამიანს, ოდესაც ესაუბრები მარხვაზე, ის ავტომატურად მისი გონება ერთვება, რომ ესე იგი ჩვენ საუბრობთ გარჯამოთ, რაღაცა განსხვავად. ხო, გასტრონომიულ პროცესებზე საუბრობ, როდესაც ესაუბრები ლოცვაზე, გონია რომ ესე იგი უნდა გადაშალოს წიგნი და იკითხოს ტექსტი და ამ ტექსტს იგებს, არ იგებს, ესე იგი შინაარსი გააცნობიერა, არ გააცნობიერა, ამის შესახებ შეიძლება ძალიან დიახ. ნაკლები ინფორმაცია გქონდეს ჩემი და გამოცდილებაც არის, ხოთა შორის ეს მეც მქონდა ესეთი ცდუნება, ასე ვთქვათ, ხო? ლოცვის კითხვასა და ლოცვა შორის. განსხვავება დიახ, ძალიან გვიან დავინახე. ეს და ჩემთვის დიახ. აღმოჩენა იყო. კი, რა თქმა უნდა, ასე არის, ამ აღმოჩენას გააკეთებდა ადამიანი მაშინ, როდესაც თქვა, აი, ორივესთან ერთად მიმართებაში ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცებზე დავკონკრეტდები, უფრო მეტად გასაგები რო იყოს. აი, მე მახსენდება ჩემი სამღვდელო პრაქტიკაში, ერთხელ მოვიდა ადამიანი და მეუბნება, რომ მარხვა გადავწყვიტეო, რომ შევინახო ძიმე მარხვაო და რაღაცა ესეთი შემართება მაქვს, მითხრა, რომ აი ტელევიზორს არ ჩავრთავ, რაღაცა იმას არ გავაკეთებ, ამას და პური, წყალი, რაღაცებს მithlis და ასეთი პირობა არასდროს არავისთვის მე არ წამიყენებია და თვითონ რატომ იწყებ და ვერ გავიგე. დასასრულში ყველაფერი ნათელი გახდა. ამას ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ სიგარეტი უნდა მოვწიო, მითხრა, აი რაღაცა ვერ დავანებებ ამას დავსვათ. მეოთხარი მოდი პირიქით თქვნათ მეთქი, რაც ჩამოთვალე ყველაფერი ის გართობაზეც გასართობათაც რო წახვიდებ მეოთხარი რაღაცა ალკოჰოლიც რო დალიო, არაფერს არ მოდი სიგარეტს დაანებე თავი და მე შენ მარხვად ჩაგიტვლი მეთქი და ვერ გაიგო ამ ადამიანმა რას ვეუბნებოდი და რატომ. ესე იგი, რაზეც არის ადამიანი მიჯაჭვული და დამუნებული, აი ეს არის სწორედ ის მანკიერება, რომ რაღაცა არ უნდა იყოს შენთვის ასეთი გადაუდებელი, რომ ვაიმე, ახლა ამის გარეშე ვერ ვიცოცხლებ და ვერ ვიცხოვრ. დამოკიდებული არაფერზე არ უნდა იყო ადამიანი. ეს შეიძლება სიგარეტი საერთოდ არ მიმაჩნდეს, ახლა მე განსაკუთრებულ რაღაცა მძიმე ცოდვად. კი, რა თქმა უნდა, მანკიერი ჩვევა, არ ვამბობ, რომ ცოდვა არ არის, მაგრამ რაღაცა ისეთი უმძიმესი, რომ არაფერი ეშველება ადამიანს, ნამდვილად არ მაქვს ეს დამოკიდებული. მას რომ არ ეხსენებინა ეს სიგარეტი, მე არც კი მივაქცევდი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგრამ რომ მეუბნება რომ ყველაფერს დავთმობ სიგარეტის გარდა, მოდი არაფერი არ დათმო სიგარეტის გარდა. ასეთი მიდგომა უნდა დაუსახო შენს თავს. ეს მიდგომა შეიძლება ერთ დღეში და წამში კი ვერ განახორციელო, მაგრამ მცდელობა იმისა, რომ თქვათ თუ 10 ღერს ეწეოდი და 8-ზე ჩამოხვედი, ამ მცდელობას სწორედ ღმერთი ხედავს და დახმარება მისგან მეტი იქნება, იმიტომ რომ ის ძალადობრივად ვერ ჩაერევა. შენ რის ნებასაც არ გამოხატავ, ის ძალადობრივად თქვათ ვერ შეგაძულებს სიგარეტს. მაგრამ შენ თუ კი ამბობ რომ მე ვხვდები ამ მანკიერებას და ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ და მე ვითხოვ დახმარებას ღვთისგან, ამ შემთხვევაში დახმარებაც მოდის. იგივე დამოკიდებულებაა ლოცვასთან მიმართებაში, რომ წავიკითხავ ამდენ კანონს და შევასრულებ ამდენ მეტანიას და ასეთ რაღაცა ლოცვებს ამას დავამატებ და ამდენ დაუჯდომელს, მაგრამ შედეგი რა აქვს ამას შენთვის? აი რა შედეგი მოიტანა თუნდაც ამდენმა კითხვამ, აი იმ დღეს თქვათ რა შედეგი მიიღე, იგრძენი თუ არა რაღაცა განსხვავება გუშინდელ შენს მყოფობასა და დღევანდელ შენს მყოფობას შორის. და რას გულისხმობს ეს განსხვავება? მე ახლა მოგახსენებ, არ დავტოვებ საზოგადოებას. ძალიან საინტერესო. ამის უცოდნელს რომ რა არის ეს განსხვავება? გახდი თუ არა უკეთესი ვიდრე იყავი გუში? და მინდა გითხრათ რომ ორივე ეს დისციპლინა მარხვაცა და ლოცვაც საშუალებაა და არა მიზანი. ჩვენი პრობლემა იცით რა არის რომ ხშირად ადამიანები ამ საშუალებას იყენებენ რომ მივიდნენ ზიარებამდე. და ესეც არასწორი დამოკიდებულებაა. მე ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ რამენაირად ზიარებამდე მიმიშვას და მოძღვარმა დამრთო სამისინება და ოი დამრთონება ვეზიარე და მორჩა ამით დამთავრდა. ესე იგი მეტი აღარაფერი აღარ მაქვს გასაკეთებელი. ზიარებით იწყება სწორედ ახალი ცხოვრება ადამიანისა. იმიტომ დაგრთო მოძღვარმა ნება, რომ ზიარებულიყავი, რომ შენ ახალ ცხოვრებას უნდა შედგომოდი. და რა განსხვავება არის მეთქი ამაზე დავიწყე საუბარი და კვლავ დავუბრუნდები ამას, რომ
ეს დისციპლინა, რომელიცაც დაიწყებ თქვათ, აი როგორც თქვათ, ვარჯიშს იწყებს ადამიანი და აკვირდება მერე რომ კუნთები ცოტა გამაგრდა, გაიზარდა თუ როგორ არის ამ შემთხვევაში თქვათ, დიახ, სიმძიმეებს ეწევა თუ სირბილში ვარჯიშობს თუ რა მნიშვნელობა აქვს? აი დიახ. აუმჯობესებს თუ არა თავის შედეგებს, სწორედ ეს მდგომარეობაა სულიერი მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ აი ადამიანმა რომ დაიწყო და შეუდგა აი ამ დისციპლინას, აი ახლა უნდა დააკვირდეს, რომ გუშინ რომ თავშეკავება არ ქონდა, რომ ვიღაც ამან 9 პასუხი იქეთ გასცა, დღეს გახდა თუ არა თავშეკავებული. ვიღაცამ რომ შემთხვევით ფეხი დაადგა ავტობუსში თუ მაშინ მეტროში, გამოლანძღა ეს ადამიანი თუ ღიმილით უთხრა რომ კარგი არა უშავს, მე რა მოგდა. ანუ შეძელი თუ არა ის რომ გამოიმუშავე მოთმინება, გამოიმუშავე პატიების უნარი, გამოიმუშავე რაღაცნაირად აი თავშეკავება, რომ ბევრი არ თქვა, ისეთი არ თქვა, რომ ვინმე არ დააზიანო, იქ რაღაცა ყურადღებიანი გახდი თუ არა, შეგიძლია თუ არა სიყვარულის გამოხატულება, მზრუნველობის გამოხატულება. აი ამისკენ თუ მიდის ადამიანი, ნამდვილად შედეგი დაუდია და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დისციპლინას, მარხვასა და ლოცვას მის ცხოვრებაში გამოუღია შედეგი. ეხლა წარმოიდგინეთ პირიქით, რომ მარხულობ, ლოცულობ, მაგრამ როგორი ანჩხლიც ვიყავი გუშინ ისეთი ვარ, არავის სიტყვას რომ არ ვარჩენდი, კვლავ ესეთი ვარ, უხიაგი ვიყავი თუ რაღაცა ბილწიტყვაობას არ ვერიდებოდი, დღესაც არ ვერიდები, სამაგიეროდ არ ვჭამ ხორცს. აი ღმერთს რა უფრო მოსწონს. ხორცის ჭამა არ ჭამა ადამიანში თუ ის თავშეკავება, რომელიც დისციპლინაც მე ახლა ჩამოვთვალე. ამიტომაც ხორცის არ ჭამა სწორედ ამ დისციპლინას უნდა მიმუშავებდეს მე, თავშეკავების დისციპლინას უნდა მიმუშავებდეს. თქვი ერთხელ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში და აქაც გავიმეორებ, რომ ჩვენ საზოგადოებას სიტყვა ასკეტიზმისა ეშინია. იმიტომ რომ ეს ასკეტიზმი გონიათ რომ აუცილებლად ეხა ჩვენ ვაიძულებთ სადღაცას გამოქვაბულში იცხოვრონ და მუხლებზე დაჩოქილი, ესე იგი 24 საათიან ლოცვაში, მარხვაში და ასე შემდგომ. არა ბატონო, ასკეტიზმი გახლავთ სწორედ ეს დისციპლინა, რომ ადამიანი საკუთარ თავს რაღაცებით შემოზღუდავს. კი, ეხლა ძალიან მინდა პასუხი გავცე რაღაცას, მაგრამ როდესაც ვიცი რომ ჩემი პასუხის არ გაცემით დამშვიდდება სიტუაცია და სჯობს მე დავრცე ცოტა შეურაცხყოფილი და ჩემს გულში შევინახო ეს ყველაფერი, ვიდრე ის რომ ეხლა მე პასუხი გავცე და არასდროს არ მორჩეს დავა და კამათი. სჯობს მე დავთმო, სჯობს რაღაცა მე დავიხიო უკან. აი ეს გახლავთ სწორედ ეს დისციპლინა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს მარხვა და ლოცვა. აი ესე უნდა იზრდებოდეს ადამიანი სულიერად, იმიტომ რომ ნაყოფი სულისა წმინდისა, როგორც ჩვენ პავლე მოციქული გვასწავლის გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, არის ასეთი რამ და ჩამოთვლის. სიყვარული, სიკეთე, მშვიდობა, სულგრძელება, მოთმინება, მარხვა. ამათთვის სჯული არ არისო დაწერილიო, იმიტომ რომ ის ჯულს თავისთავად აღასრულებს. ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს და ამ თვისებებს ამუშავებს საკუთარ თავში, მისთვის ჯული უკვე არანაირი საჭიროება აღარ არის, რომ იკითხოს ეხლა იმან, რომ ვიღაცა არ გალანძღო და ცილი არ დასწამო და ესე იგი არ მოკლა და არ იმრუშო, უკვე აღარ სჭირდება ამისი კითხვა მას და ამისი დაზეპირება და დასწავლა, იმიტომ რომ თავისთავად, როდესაც ამ დისციპლინას ამუშავებს თავის თავში, ის ასეთია. და ის არ აწყენინებს სხვას და არ ჩაიდენს რაღაცა უსამართლობას და არ იქნება, ესე იგი, თავშეუკავებელი თუნდაც სიტყვით. აგრესიული და ასე შემდეგ, ანუ ეს არის რაღაც თვით გარდაქმნის პროცესი, ასე ვქნათ. ქრისტესთან მიახლება ერთი მხრივ არის ამ გაგებით შეიძლება ფიზიკური გაგებით გესმოდეს, მაგრამ ქრისტესთან მიახლება ალბათ ღირებულებითად. რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ახალი კაცი უნდა დაიბადოს. აი გარდაქმნა სიტყვა რას თქვენ ახსენეთ, ახალი კაცის დაბადება სწორედ ეს გარდაქმნაა, თორემ მაშინ ნიკოდიმოსივით ჩვენც უნდა ისე ვიკითხოთ, რომ როგორ შეიძლება ახალი კაცი დავიბადო, რომ დედის წიაღში კვლავ შევბრუნდე და აქედან გამოვიდეო. არა, ეს კითხვა ხომ ეხლა ხო, ამ კითხვას უსვავს ნიკოდიმოსი მაცხოვარს, ოდესაც მივიდა მასთან სასაუბროდ და ეუბნება, რომ ვინც არ იშვებაო და ახლიდანო, ისო ვერ დაიმკვიდრებს სათასასუფეველსო და ამ ახალშობაში ეხლა თუ ჩვენ ადამიანი ამას ესე ვიფიქრებთ, რომ დედის წიაღში შებრუნება, გამობრუნება, არა, ეს არის ის გარდაქმნა, რომლის შესახებაც ჩვენ საუბრობთ, რომ ახალი კაცი უნდა იშვას, ახალი ადამიანი უნდა დაიბადოს და ეს ახალი ადამიანი გახლავთ გუშინდელისგან განსხვავებული. გუშინ რომ ავი ვიყავი და დღეს მშვიდი ვარ. გუშინ რომ არ უპატიობდი და დღეს პატიება შემიძლია.
გუშინ რომ თქვათ ვერ ვიკავებდი ვერც სიტყვით და ვერც საქციელით რაღაცა სიცუდეს და დღეს ეს ყველაფერი შემეძლია რომ შევაკავო ჩემი თავი. და ეს არის ჩემი თავისუფლება წყოთაშორის, იმიტომ რომ მე ეს არჩევანით გავაკეთე და არა იმით რომ ვიღაცა დამემუქრა და შემეშინდა. ნახეთ, აი არსებობს რაღაცა სამოქალაქო კანონები. ეხლა თუ იცი რომ რაღაცა სხვის ნივთს აიღებ, დაგიჭერენ და ციხეში ჩაგსვენ და შეიძლება ამიტომ აიღებდი ამ ნივთს. ძალიან მოგწონს რაღაცა გამოფენილი მაღაზიაში, მაგრამ არ აიღებ, იმიტომ რომ გეშინია ამ ციხეში ჩაჯდომისა. ამის გამო კი არა, უბრალოდ რომ იცი რომ ამას კარნახობს შენი ზნეობრივი მორალური წესები, რომ არ შეიძლება სხვის ნივთის აღება, ეს ჩემი თავისუფლებაა, რომ მე ჩემს თავს ვაიძულებ ამას, რომ ამ მორალს, ამ წესებს დაემორჩილოს და ამითი ვათავისუფლებ საკუთარ თავს იმ ცოდვებისაგან, რომელსაც შეიძლება ჩადიოდეს ადამიანი და სიტყვა თავისუფლების არასწორი გაგება, რომ რასაც მინდა იმას ვიზამ. რასაც მინდა იმას ვიზამ, სწორედ ეს არ არის თავისუფლება. ჭეშმარიტად. კი. კი, ამდენ იმიტომ რომ ნაწილია, შეიძლება ერთ-ერთი მცირედი გამოვლინებაა, თუმცა თავისუფლება თავისი არსით არის ეს ძალიან ცნობილი პოსტულატია ქრისტიანობის თავისუფლება ჭეშმარიტებაშია, ანუ თავისუფლება იმდენად არის ჭეშმარიტებაში, რამდენად შენი თავი უნდა აიძულო ჭეშმარიტებასთან რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რომ ამ ჭეშმარიტება, აი როგორც მამაო ჩვენოში არის, ნახეთ აი ლოცვა საოცარი სიტყვები წერია, რომ იყავ ნება შენი, როდესაც ვამბობთ ამას. და ესე იგი მე რომ არ ვთქვა, ესე ღვთისნება არ იქნება? ანუ მე შემიძლია, ესე იგი ღვთისნება ესე აი რაღაცა თითქოს იმამდე დავდივართ, რომ ახლა ღმერთი ამაზეა დამოკიდებული, მე ვიტყვი თუ არა. სინამდვილეში სხვა რამეს ვამბობ. იყავ ნება შენი, ისედაც იქნება ღვთისნება და ყოველთვის ღვთისნება იქნება. რა თქმა უნდა, იმისი ესე იგი ბრძანებით იმართება ხომ რაღაცა რატო ვიცით იქ როგორ არის როგორ ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ანუ როგორც ცაში არის ღვთისნება ისე იყოს ქვეყანასა ზედა და რას გულისხმობს ეს იცით რა არის ცაში ღვთისნება და ანგელოზები როგორ არიან ამ ღვთისნებასთან დაკავშირებული ესე იგი საღვთო ნებას აბსოლუტურად არის მინდობილი მათი ცხოვრება ამიტომაც თუ კი ასე ვიტყვი მე რომ იყავ ნება შენი და მეც ასე განვახორციელებ ამას რომ იყავ ნება შენი ეს იმას ნიშნავს რომ მე ჩემ ნებას აბსოლუტურად მოვიკვეთ და შენს ნებაზე ვიქნები ისე მინდობილი რომ მე ვიცი ზუსტად რომ შენი ნება არის ყოველთვის სიკეთე შენი ნება არის ყოველთვის სიყვარულის გამოხატულება თავისუფლების გამოხატულება და ამიტომაც ვანდობ ჩემს ნებას შენს ნებას ამიტომაც ვამბობ ჩემს ნებაზე უარს და ვემორჩილები შენს ნებას აი ამ ფორმულირებას ვამბობთ ჩვენ ყოველდღე ვინც მამაო ჩვენოს ლოცვას ვკითხულობთ თუმცა კი ხშირად გაუცნობიერებლად რომ აიყავ ნება შენი რაღაცა არც კი განვიხილავთ ამ საკითხს და სინამდვილეში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რომ იყავ ნება შენი არის ესე იგი ჩემი ნების აბსოლუტური მინდობა შენს ნებაზე და ამ ნდობაში გაცხადებული ის რომ მე როგორც ყოვლად კეთილს შემოქმედს ესე იგი მინდა რომ ვიყო ამ ნებაზე დამორჩილებული. ეს არის მაგაზე ვსაუბრობთ, აი მამაო ჩვენოც კი ესეთი ყოველდღიური პრაქტიკა ჩვენი ყოველდღიურობის გაგებული არაა შინაარსობრივად, ანუ ნალოცი არ გვაქვს მამაო ჩვენოს კითხვის დროს ადამიანებს და ამდენად არ გვესმის ეგ თავარი პოსტულატები რომელსაც თქვენ წამოწიეთ, წინ და ეს მე დარწმუნებულობ ბევრისთვის სიურპრიზი იქნება, ხო? ნამდვილად ასე არის. მამაო ჩვენო საუფლო ლოცვა და უმნიშვნელოვანესია თითოეული სიტყვა ამ ლოცვისა ჩვენ შეიძლება არ გქონდა გეგმაში ამ ლოცვაზე ასე შევჩერებულიყავით, თუმცა კი ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი, იმიტომ რომ საზოგადოებას, რომელიც კითხულობს ყოველდღიურ ლოცვას, ჩვენ ერთი რამ ძალიან გვაბრკოლებს, აი რაღაცა გადადის თითქოს რაღაცა რუტინაში ეს ყველაფერი გადადის იცით რა მდგომარეობაში, ფორმალობად გადაგვეზრდება ხოლმე. რომ ვიცი დილით უნდა ავდგე და წავიკითხო ლოცვა და აი შინაარსზე საერთოდ არ მეფიქრება. ამ ცვლილებაზე, რომელიც ცვლილებაზეც ვსაუბრობ, საერთოდ არ მეფიქრება, მაგრამ აი თუნდაც მხოლოდ მამაო ჩვენო წაიკითხე და წაიკითხე ამ დაკვირვებით. რომ ვამბობ მამაო ჩვენოს თუნდაც ასე იწყება ლოცვა. მამაო ჩემოს ხომ არ ვამბობ. მამაო ჩვენოს ვამბობ. ესე იგი, მამაო ჩვენო ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩემთვის არის ის მამა, აბსოლუტურად ყველას ვისაც ვხედავ ირგვლივ, ისინი ჩემთვის ვინ გამოდიან? იმათი მამაც არის მაშინ და ისინი ჩემთვის ვინ გამოდიან? ძმები გამოდიან, რა თქმა უნდა, მოყვასი. ამიტომაც ამ ლოცვას ამბობ ხშირად და შეგიძლია ადამიანზე მერე თქვა რაღაცა საშინელება. ამიტომაც თუ
ან საშინელების თქმას უნდა დაანებო თავი, ან ამ ლოცვას. იმიტომ რომ ორივე ერთად ვერ დაჭდება, ვერაფრით ვერ და ორი ბატონის მსახური ვერაფრით ვერ იქნები, მოკლედ დაახლოებით ესეთი ამბავია, იმიტომ რომ თუ კი ვამბობ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, ვამბობ იმას, ვაღიარებ ესე იგი იმას, რომ მამა ხარ ყველასთვის, ესენი ჩემი ძმები არიან, ეს ჩემი მოყვასია და მე ისე უნდა მიყვარდეს როგორც საკუთარი ძმა. ამიტომაც აი ამ დაკვირვებით უნდა იწყებოდეს თითოეული ლოცვა, იმიტომ რომ ეს ღმერთმა გვასწავლა, უფალმა მოგცა ეს ლოცვა და აქედან გამომდინარე მისი თითოეული სიტყვა ძალიან დიდი დაკვირვებით უნდა იკითხებოდეს ადამიანის მიერ და გააზრებულად უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, რომ არის კი ჩემთვის ეს მოყვასი. თუ ეს მოყვასი არ არის, მაშინ მამაც არ ყოფილა ის ჩემთვის. თუ მე არ ვაღიარებ, რომ ეს ჩემი დაძმანი არიან, მაშინ ისიც აღარ გამოდის ჩემთვის მამა. იმიტომ რომ ის მამაა მათთვის, ვინც ამბობს მამაო ჩვენო და არა მამაო ჩემო. აი ეს ლოცვა ამ ტექსტით მოგვეცა ჩვენ. მაშინ იქნებოდა მამაო ჩემო და აღარ მაინტერესებს ირგვლივ მყოფები. მაგრამ არა პირველივე სიტყვაში ეს არის სწორედ გაცხადებული. აი იქ რომ წერია რომ ისე მომიტევე მე ჩემი ცოდვები, როგორც მე სხვას მიუტევებ, პირდაპირი ფორმულირება შეიძლება ითქვას, როგორ შეიძლება მოგეტევოს ცოდვები. და არ არის თან დაკონკრეტებული რა ცოდვაზეა ლაპარაკი. რატო იცით რომ არის რაღაცა მძიმე ცოდვები, რომელ მძიმე ცოდვებსაც განსაკუთრებული სინანული სჭირდება, განსაკუთრებული რაღაცა მდგომარეობა, ცვლილება ადამიანისა, რომ მიტევებული იქნას ეს ცოდვები, რაღაცნაირად გააცნობიეროს უნდა ადამიანმა, რომ პირველ რიგში თუ არ გააცნობიერა, ისე ახლა მხოლოდ ზერელე და ფორმალური წეგან, რასაც ახსარებაში მოსულით, რაც არ უნდა თქვას, მძიმე იქნება თუ მსუბუქი იქნება თუ რაღაცა ისეთი ყოველდღიური ამბავი იქნება, იცით რა, ფორმალურია და არც არაფერი არ ხდება. ღმერთთან კავშირი თუ არ დაამყარე, ნუ ყველაფერი ფორმალურია მაშინ. და ეს კავშირი იგრძნობა, ადამიანი თვითონ გრძნობს ამას, როდის შედგა ეს კავშირი და როდის არ შედგა. და ნამდვილი დიდი სინანული შეიძლება გამოხატულება ისე როგორც დავით მეფსალმუნის ისტორია ვიცით ჩვენ 50-ე ფსალმუნი, როდესაც მან დაწერა რა სინანული და როგორი გამოხატულება ქონდა ამ სინანულისა, აი აქ მამაო ჩვენოში არ არის დაკონკრეტებული მსგავსი რა. რომ როგორი მძიმე ცოდვაც არ უნდა კონდეს, თუ როგორი მსუბუქი ცოდვაც არ უნდა კონდეს, ამისი მოტივება ხდება თურმე ძალიან მარტივად. პირდაპირ ფორმულირება გაქვს. მე ისე მომიტევე, როგორც მე მიუტევებ სხვას. ანუ შეგიძლია რომ სხვებს მიუტევო ცოდვები. მოტივებული ქონია შენც. ანუ ეს რომ ფორმალური არ არის, ჩემი აღსარება, სწორედ მამაო ჩვენოში უნდა გამჟღავნდეს ეს ამბავიც. რომ მე კი მოვედი და გითხარი ახლა შენ და აი ვერ ხვდები მომეტევა თუ არ მომეტევა, მაშინ მიხვდები სხვებს მიუტევებ თუ არა. ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ ეს შენ ცხოვრებაში აი ძალიან ხშირად ადამიანები კითხულობენ, აი როგორ გავიგო ახლა კი ვთქვი, მაგრამ მომეტევა? წაიკითხე მამაო ჩვენო და გაიგებ. მამაო მათემატიკური ფორმულებივითაა. დიახ. ერთი მხრივ მარტივია, მაგრამ მეორე მხრივ გენიალურია, ხო თქვენი თქვის არის. დიახ. ყველაფერი გენიალური მარტივია სხვათა შორის. დიახ, დიახ. აი, შემდეგი კითხვაც რაღაცა პრაქტიკებთან არის დაკავშირებული და დიახ. ჩვენთან ეს ცოდვის გაგება ასევე იმდენად სენსიტიურია საზოგადოებაში და შემდგომ ამ სენსიტიურობიდან გამომდინარე მე ეს მატერიალიზებულია და ეს ხშირად რაღაცნაირად ვაჭრობასთან არის დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში ვაჭრულ გაგებასთან იმისა, მე თუ რაღაცას გავაკეთებ, ცოდვა იმ თავითვე მომეტევება და ერთ-ერთი გავრცელებული თემა, მე სხვათა შორის ვთხოვეს, რომ თქვენთან ეს კითხვა დამესვა, ტაძრის აშენების ფენომენი და მისი დამოკიდებულება ცოდვათა მოტივებასთან და მე მეორე ქვეკითხვა მასთან დაკავშირებით, ეგრეთ ანუ ქტიტორის და შენებელის, ანუ შემომწირველის საგვარეულოსთან რაიმე მიმართება თუ აქვს ამ კონკრეტულ ტაძარს და იმ თავითვე ნიშნავს თუ არა ტაძრის აშენება ამ შენებელის მიმართ კონკრეტულ შეღავათებს და მისი მოკლედ საგვარეულოს მიმართ კონკრეტულ შეღავათებს, როგორც ეს გავრცელებულია ჩვენ საზოგადოებაში. მე მსგავს შეკითხვასთან დაკავშირებით ვიხსენებ ერთ კურიოზულ ამბავს ჩემი ბავშვობისას. ქართულის გაკვეთილზე რაღაც ვეფხისტყაოსანს უნდა დაუბრუნდე კვლავ, იმიტომ რომ ახსოვს რომ ვეფხისტყაოსანზე იყო საუბარი და რაღაც არ ვიცოდი გაკვეთილზე და მასწავლებელს უთხარი ასეთი რამ, რომ
იცით რა, ბაბუა ჩემო ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცის მეთქი. ოღონდ არ მომიტყუებია ეს მართლა ასე იყო. და მასწავლებელი მომეტრიალდა და ბაბუა შენმა კი იცის, მაგრამ შენ რა იციო? და ეს კითხვა ძალიან ჩამრჩა გონებაში, კაცო, ბაბუა ჩემმა რომ იცის ვეფხისტყაოსანი ზეპირად, მე რას მაძლევს ეს? მე თუ არ გადავშალე ეს წიგნი და თუ თქვათ ზეპირად მინდა ვისწავლო, თუ არ ვიმეცადინე, ბაბუის ცოდნა მემკვიდრეობით ხო არ გადმომეცემა. როგორც ის მას შეეძლო რომ ეს 1000 რაღაცა 600 რაღაცა სტროფი ზეპირად ეთქვა. მე ესე იგი დავწვევი დავიძინებ და ეხლა რახან ბაბუა ჩემი, დილით მეწოდინება ეს ზეპირად, ეს ხომ აბსურდია, ზღაპარია. დაახლოებით ამ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე ჩვენ, როდესაც ადამიანი შეიძლება ნამდვილად გვაქვს ჩვენ სამართლიანად შეიძლება ვამაყობდეთ ჩვენი წინაპრებით, თუნდაც მეც სამართლიანად თქვა რომ აი მყავდა ესეთი ბაბუა, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა და ეს სამართლიანი სიამაყის რაღაცა განცდა იყოს, თუმცა კი ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რადგან მან იცოდა მეც ვიცი. რადგან ის მადლიანი კაცი იყო, ესე იგი მეც მადლიანი ვარ, ეს ამას არანაირად არ ნიშნავს. ან რადგან ის უკიდურესად ცოდვილი იყო ვინმე ჩემი წინაპარი და მეც ახლა იგივე ცოდვილი ვარ, ეს ამას არაფრით არ ნიშნავს. ამიტომაც ყველა ადამიანი ინდივიდუალურ დამოკიდებულებაშია ღმერთთან, საფრთხო განგებულებასთან და ხშირად აი თქვენ მოძღვრებს გვეკითხებიან ასეთ რამეს, რომ აი არიან თუ არა თქვენი შვილები მორწმუნეები. და მე ვეუბნები, სარწმუნოება მემკვიდრეობით არ გადადის. მე რომ მღვდელი ვარ და სარწმუნოება მაქვს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილიც აუცილებლად ესეთი. მე 4 შვილი მყავს. მათ შორის ერთი სასულიერო პირია. სხვა დანარჩე ერთი თქვათ, ცოტა ისე მორწმუნეა, მეორე ცოტა ასე მორწმუნეა. რაღაცა ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრეობით გადადის ან ცოდვა და ან მადლი. არავითარ მადლის მოქმედება, ისევე როგორც ცოდვის მოქმედება შეიძლება აისახებოდეს ადამიანის ცხოვრებაზე, მაგრამ არანაირად ეს რომ თქვათ მაცხოვნებელი იყოს მისთვის, რადგან მისი თქვათ პაპა, დიდი პაპა წმინდანია და ესეც აუცილებლად ეხლა 1000 სოფევლის ღირსია, ასეთი რამ არ ხდება. მაშინ იმ პრინციპითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ პირუკუ რომ თუ უკიდურესი ცოდვილი იყო, შენც ესე იგი ცოდვილი ხარ. ყველა ადამიანს როგორც რა თქმა უნდა უსამართლობა გამოდის. ამიტომ ეს ინდივიდუალური დამოკიდებულებაა. რაც შეეხება ასახვას, ესეც უნდა განუმართოთ ჩვენს მსმენელს, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ, რომ წინაპართა ცოდვები გადადის თუ არა რაღაცებს რო ვლაპარაკობთ ამის შესახებ. როგორ შეიძლება მოხდეს ეს ასახვა? ეს ასახვა შეიძლება მოხდეს, რომ მაგალითად თუ ადამიანი მიდრეკილია რაღაცა არაბუნებრივი რაც არის ცოდვისკენ, მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ აი თქვათ ნარკოტიკული და რაღაცა ნივთიერებების მიმართ არის დამოკიდებული, ეს შეიძლება მის თანამამრავლობაში ამან გამოავლინოს თავი და აისახოს ესე, რომ რაღაცა იმ გენეტიკაში თავი იჩინოს, თქვათ, რაღაცა იქ პრობლემური გაჩნდეს ბავშვი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ ბავშვს მოკითხავენ თავისი პაპის ცოდვას, რომ ის რომ თქვათ ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, შენც ახლა ამის გამო პასუხი მოგეთხოვება. ეს ამას არანაირად არ ნიშნავს. აისახა შედეგი შენი ცხოვრებისა, მაგრამ არ აისახება ეს სულიერი თვალსაზრისით არავითარ შემთხვევაში. ამიტომაც ტაძარს თუ ააშენებს ადამიანი, განაის რომ თავისი შთამომავლობა შეიძლება აცხოვნოს. შეიძლება საკუთარი თავიც კი ვერ აცხოვნოს, თუ ეს მისი მხრიდან მხოლოდ ფორმალური მოქმედება იყო, ან სჭირდებოდა რაღაცა თავის გამოჩენის მიზნით. იმიტომ რომ ტაძარი პირველ რიგში ადამიანმა თვითონ უნდა გახდეს ტაძარი სულიწმიდისა და ამის შემდგომ თუ ასეთ შესაკრებელს, ასეთ შენობას ააშენებს, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და წირვა-ლოცვა გაიმართება, რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი სიკეთეა. მაგრამ მე მირჩევნია არ ააშენოს ადამიანმა ტაძარი კი არა, საერთოდ უტაძროთ რომ დავრჩეთ, ჩვენ ეკლესიას მაინც არ დავკარგავთ. პირველი საუკუნის ქრისტიანებს საერთოდ არ ქონიათ შენობა ნაგებობა. მეცაც გეტყვით რომ იდევნებოდნენ და მიწისქვეშა გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ იმის გამო რომ ქრისტიანი ვარ სიტყვა გეთქვა, ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ ადამიანებს. ამიტომაც საერთოდ არ ქონიათ მათ ტაძარი, მაგრამ ახერხებდნენ შეკრებას, რომელსაც ჰქვია ეკლესია. ადამიანების ერთობას ჰქვია ეკლესია და არა შენობა ნაგებობას. ამიტომ შენობა ნაგებობა როგორი ლამაზიც არ უნდა ამიშენო, როგორც არ უნდა გააწყო, როგორც არ უნდა მოხატო და როგორი თქვათ რაღაცა მშვენებით, ჩუქურთმებით დაამშვენო,
ეს კი არ არის ეკლესია. ეკლესია გახლავთ იმ ადამიანების შეკრება, რომლებმაც აქ უნდა შეიკრიბონ ქრისტეს სახელით. და ჩვენ გვინდოდა რომ ქრისტეს სახელით სადაც ვიკრიბებით, ის ადგილი ლამაზი ყოფილიყო, კარგად გამშვენებული ყოფილიყო, რომ საუკეთესო შეგვეწირა ღმერთისთვის. თუ ეს დამოკიდებულებაა, თუ ჯერ მე გავხდი თვითონ ტაძარი და ჭურჭელი ვარ სულიწმინდისა, ეს გაცნობიერებული მაქვს. ამის შემდგომ თუ ასეთ ტაძარს ავაშენებ, რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მადლია და ძალიან დიდი რაღაცა ერთგვარი სიხარულია, იმიტომ რომ მე ხედავ რომ ამ შენს ნაშრომში თქვა ადამიანები იკრიბებიან ძალიან კარგი მიზნისთვის. ქრისტესთან შესახვედრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი თუ არის იმიტომ რომ ვიღაცას ახლა ფული აქვს გასათეთრებელი და რაღაცაში უნდა გამოაჩინოს ეს თანხა, ვიღაცას იმისთვის ჭირდება რომ საზოგადოებას სტატუსი, პოლიტიკური სტატუსი მოიპოვოს დიახ, ამის შემდეგ. სოციალური სტატუსისთვის რომ მე ტაძარი ვიღაცას ამბიცია აქვს ასეთი რომ რაღაცა იმანა აშენა და მეც უნდა ავაშენო და მე ასე ჩემი შვილები იტყვიან რომ ამის აშენებულია ეს ტაძარი. მხოლოდ ეს თუ არის მისი მიზანი, ნუ ფიქრობ რომ განათავის შთამომავლობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარ თავსაც ვერაფრით ვერ დაეხმარება ასეთი ადამიანი. ამიტომაც ნუ რავი, ნუ დაიმედებს თავს. რომ ტაძრის აშენება რაიმეს გარანტია. უფრო მეცაც გეტყვით, იცით, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არანაირი გარანტია არ არსებობს ადამიანმა, ესე იგი, სულ რომ ისეთი ასკეტება დაიწყოს და ისეთი სიმაღლეს მიაღწიოს, რომ მართლა მთების გადაადგილება შეეძლოს, როგორც სახარებაში წერია, ცხონების ღირსი ადამიანი მაინც არ არის. ცხონება ყველა შემთხვევაში ღმერთის მოწყალებაა, რომელსაც ის შენ გჩუქნის. ამიტომაც როდესაც კითხულობენ ვარ თუ არა ზიარების ღირსი, ან თვითონ ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას, რომ მე ახლა არ ვეზიარებ, იმიტომ რომ არ ვარ ამის ღირსი, სწორედ ამ პასუხს ვაძლევ მე, რომ აი შენ როცა ჩათვლი რომ ღირსი ვარ და მაშინ მოხვალ ზიარებაზე, აი იმ დღეს არ ეზიარო სწორედ. ასე ჯობს. ასე ჯობს, იმიტომ რომ არასდროს არ უნდა ჩათვალო რომ ამის ღირსი ხარ, ან ცხონების, ან ზიარების. ჯილდოა საჩუქარია ღვთისგან რა? რა თქმა უნდა. ან საერთოდ იმის რომ მზია მოდის და საღამოთი ჩადის. არც ამის ღირსი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ დაგვიმსახურებია ჩვენ ეს ადამიანებს. ჩვენი ცოდვების გამო. არ დაგვიმსახურებია ნამდვილად, მაგრამ ღმერთი როგორც მოყვარული მამა, ამას ყველაფერს შენ გჩუქნის და როდესაც ვამბობთ რომ მადლიერება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქრისტიანისა, რომ ქრისტიანი გერქვას მადლიერი უნდა იყო ადამიანი, ამ მადლიერებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს იმას კი არნიშნავს, რომ ღმერთთან რომ უნდა მიხვიდე და მადლობა უთხრა, ეს მას სჭირდება. ეს შენ გჭირდება, იმიტომ რომ მადლიერება ვისაც არ აქვს, ნახეთ როგორი გრძნობა არის ეს. მე თუ არ ვარ თქვენი მადლიერი, ესე იგი მე თქვენ არ მჭირდებით. არაფერში არ მჭირდება. ანუ არც თქვენი დახმარება მჭირდება, არც ჩანაწერი მჭირდება. არაფერი არ მჭირდება და ამიტომ თქვენი მადლიერება არ გამაჩნია. ასეთი დამოკიდებულება აქვს ადამიანს, ვისი მადლიერიც არ არის. და ამიტომაც თუ ღმერთთან გულწრფელი მადლიერება არ გააჩნია მას, ის ფიქრობს, რომ ღმერთს მისთვის არც არაფერი გაუკეთებია აქამდე და მომავალშიც არ სჭირდება. და ნამდვილი მადლიერება მაშინ არის, როდესაც შენ განცდა გაქვს, რომ არარსებობიდან არსებობაში შემოგიყვანა ეს სამყარო გაჩვენა, ის შენს ირგვლივ ხალხია, საზოგადოებაა, ოჯახია, ასე შემდგომ და მათი სიყვარული შეგიძლია, იმ ხალხს შენი სიყვარული შეუძლია და ეს უნიშნელოვანესი რამ არის, რომელიც არ გექნებოდა, რომ არა საღვთო ნება და განგებულება, რომლითაც ეს ყველაფერი მოხდა და ამიტომაც აღძრული ამ მადლიერებით იხდი გულწრფელ მადლობას. და არა ისე რომ მითხრეს რომ მადლობა გადაუხადე, მივედი მადლობა გადაუხადე. არა, ესეც ფორმალური ეს დამოკიდებულება არ უნდა იყოს, მიცემ აღებობით და მადლიერება თავის წეგან რაც ბრძანეთ, რაც თქვენ ბრძანეთ, რითიც დაიწყეთ ეს საუბარი, რომ რაღაცა ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდეს, რომ მეტაძარი აგიშენე და ამიტომ თქვათ შენ ახლა უნდა მაცხოვნო, აი ეს ამას რო არ დაემსგავსოს ეს ამბავი, სწორედ ეს შინაგანი განცდა უნდა გქონდეს, რომ იმას, რასაც ვაშენებ, რატომ ვაშენებ, მიზანი რა არის. კარგად უნდა გააცნობიეროს ეს ადამიანი. აი ძალიან უნდა ჩაუღრმავდეს ხოლმე საკუთარ თავს. ეს მეორე სიტყვა უნდა გამოვიყენო, კიდე რომელიც აშინებს თანამედროვე საზოგადოებას. ერთი ასკეტიზმი
და ეს უფრო ნაკლებ, ესე იგი, ეკლესიაში ჯერ არ მოსულ ხალხს უფრო აშინებს, იმიტომ რომ არ იციან ასკეტიზმის ნამდვილი მნიშვნელობა რა არის, როგორც გითხეთ, თუმცა კი ეკლესიურ საზოგადოებასაც აშინებს და მეორე სიტყვა ასეთივე გახლავთ მედიტაცია. მედიტაცია სიტყვა რატომღაც გონიათ რომ აღმოსავლურ რელიგიასთან დაკავშირებული სიტყვაა. სინამდვილეში არავითარი კავშირი მას აღმოსავლურ რელიგიასთან არ აქვს, ეს გახლავთ ლათინური სიტყვა და მედიტაცია გახლავთ ქრისტიანული, ესე იგი, მინდა გითხრათ, ერთ-ერთი დისციპლინა. რატომ დავიწყე ხა მის შესახებ საუბარი, რომ საკუთარ თავში რაღაცებს უნდა ვეძიებდეთ მეთქი. ეს ერთგვარი მედიტაცია არის. როდესაც შენ უნდა შენი გონება შემოიყვანო შენს შინაგან სამყაროში. ეხა ესეც რომ შევეცდები მარტივი ენით ავხსნა, არ არის თლად ადვილი თემა, მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენს გონებას აქვს უამრავი თვისება, მათ შორის მეხსიერება საოცარი რამ არის და არასათანადოდ ვიყენებთ ამის შესახებაც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომ ყველაფერი არასაჭიროთი ვავსებ ამ მეხსიერებას და რაც საჭიროა, ის მე იმისთვის ადგილი აღარ მრჩება. ეს ადამიანები ეს მომენტია ზოგადად ცხოვრების მიზნის განხორციელების დროს, როცა ადგილი აღრჩება ღირებულებებისთვის. იმდენად განაგვიანებულია ადამიანის. ხო, რა თქმა უნდა, აი ხა მაგალითად ძალიან პოპულარული თემა არის ტელესერიალები და ამ ტელესერიალებში შეიძლება ვიღაცა ზეპირად იცოდეს რაღაცა 1500 სერია, ვინ რა თქვა და რომელ სერიაში რა მოიმოქმედა და ამ დროს რო უთხრა რომ მოდი ერთი ფსალმუნი მაინც ისწავლე, ზეპირად იცოდე, იმიტომ რომ ტრანსპორტში რო ზიხარ, სერიალზე არ იფიქრო და ფსალმუნი იმეორებდე, შეიძლება ვერ, იმიტომ რომ გონებაში აღარ ეტევა და სხვაგან გარბის მისი გონება როგორც კი ფსალმუნს გადაშლის. მაგრამ ეხა პირიქით წარმოიდგინეთ რომ მე დავიწყე ფსალმუნის კითხვა, რომ დღე ერთი წელიწადი ვიკითხე თქვა პირველი ფსალმუნი და დავიზეპირე ეს ფსალმუნი და სამაგიეროდ სამსახურში რომ მივდივარ, იმაზე კი აღარ ვფიქრობ ახლა იქ ვის რა აცვია და როგორ მიდის და როგორ მოძრაობს, არამედ დავიწყე რომ აი ნეტარია კაცი, რომელიც არ მივიდა უღრთოთა ზრახვასთან. აი დავიწყე ამაზე ფიქრი, რომ ნეტარი კაცი, ესე იგი ბედნიერია ის კაცი, რომელიც უღრთოთა საზოგადოებაში არ დადის. იქ სამი მდგომარეობაა ჩამოთვლილი, რომ არ დადგა, არ დაჯდა და არ მივიდა. ადამიანს სულ ეს სამი მდგომარეობა აქვს, ან დადის, ან ზის და ან მიდის. ხო და იქ იმ ჩამონათვალში რომ ასეთი კაცი ნეტარია და იწყებ ხა ამაზე ფიქრს. ეს არის მედიტაცია, სიტყვა რაც მე ვახსენე. აი ზიხარ თქვა ტრანსპორტში თუნდაც და ამ ფსალმუნის, რომელიც დაიზეპირე ამდენი კითხვისგან ეხლა იწყებ ამას საკუთარ თავში, რომ ბედნიერია თურმე ისეთი კაცი, რომელიც არც მივიდა, არც დაჯდა და არც, ესე იგი, დადგა უღრთოთა საკრებულოში, სადაც უღრთოებებს განიზრახავენ, ლაპარაკობენ და ასე შემდგომ. აი ეს მედიტაცია გაძლევს საშუალებას, რომ ჩაიხედო საკუთარ თავში, რომ შენ დადიხარ, მიდიხარ, დგახარ, ასეთ საზოგადოებაში თუ არ დგახარ. აი ეს უნიშნელოვანესი დიახ, აი ეს გონების ეს თვისება ვთქვათ, რომ მეხსიერება აქვს და შეუძლია მე ვთქვათ ეს ამაზე იმუშაოს, უკვე შინაგანი შენ სამყაროში შემოხედვის პროცესია. იმიტომ რომ ჩვენი გონება სულ გარე-გარე დარბის. აი მაგალითისთვის ახლა მეხსიერება რო ვახსენე, სიტყვა თქვათ ფილარმონიას თუ წარმოვთქვამ, ფილარმონია დადგება ჩვენს თვალწინ. ხა ხო არ ამ წუთში ფილარმონიასთან არ ვიმყოფებით, მაგრამ ფილარმონია თვალწინ დაგვიდგება, ვისაც გვინახავს ფილარმონია, ხო მართალია? და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემ გონებას ესე გარეთ სიარული შეუძლია. აი თქვათ რაღაცა ქუჩა რომ მითხრათ, ის ქუჩაზე ნამყოფითი თუ არის ქუჩა, ხა უცბად გაცოცხლდება ჩემს თვალწინ. ასე გარეთ სიარული თუ შეუძლია, ესე იგი შიგნით შემოხედვაც უნდა შეეძლოს. ანუ შიგნით შემოbrunებაც უნდა შეეძლოს, რომ იქეთ კი არ ირბინოს ახლა რაღაც მოცემულ ქუჩაზე და დასახელებულ ადგილას. არამედ შემოbrunდა შიგნით და ეხლა იმას შვება, რა ქვია, აი იწყებს უკვე ამაზე ფიქრს, თუნდაც ეს რომ ფსალმუნი რომ ვისწავლე, არამედ ჯულსა მისა არს ნება, ჯულსა მისას რახავს იგი დღე და ღამე.
აი მეორე ფრაზა არის ეხლა ამ სალმონიდან და ეხლა ამაზე წინა დღეს თუ მთელი დღე ეს მეფიქრებოდა რომ მივიდა არ მივიდა ესე იგი დადგა არ დადგა დაჯდა არ დაჯდა ამ უხტოთა საკრებულოში და ფაქტიურად მედიტირებდი რომ მე რა მდგომარეობაში ვარ რომ მე მინდა ბედნიერება ხო ყველას უნდა არ არსებობს ადამიანი გააჩერო და კითხო ბედნიერება გინდა თუ არაო აგერ სალმონი გეუბნება რომ თორმე ბედნიერება ამაში ყოფილა ეხლა ვიწყებ უკვე საკუთარ თავზე მუშაობას რომ ვარ კი ასეთი ეხლა იგივე ეს მეორე ფრაზა რომ თურმე დღე და ღამე მისის ჯულის ზრახვა და რა იგულისხმება ამ ჯულის ზრახვაში და იწყებს ადამიანი ასე რაღაც ამის გამოკვლევას თითოეული ამ სიტყვის ეს გახლავთ სწორედ ის მედიტაციაც აღზრდაც და დისციპლინაც რომელიც ადამიანს ძალიან ბევრ რამეს აძლევს მეხსიერებას რომელსაც განწმენს რაღაცა იმ ყველაფერი უკეთურებისგან რომელიც არაფერში არ სჭირდება სინამდვილეში და მის მეხსიერებაში ილექება თითოეული ეს სიტყვა და თითოეული ეს ნაფიქრი უკვე ღმერთი უხსნის მას გულს და სულს რომ ეს ყველაფერი კარგად გაიგოს და საჭირო შემთხვევაში გამოიყენოს იმიტომ რომ როგორც კი აღმოჩნდება იმ უხტოთა საკრებულოში ვთქვათ უნდა მიხვდეს რომ ეს არ არის მისი ადგილი და უკან დაიხიოს და არ დაждდეს და არ დაიწყოს განხილვა რომ ახლა შეუერთდეს მოკლედ ამ რაღაცა გარკვეულ მარტივი ფორმულა როგორ უნდა გახდე ბედნიერი დიახ ეს მოცემული გვაქვს ჩვენ ყველაფერი მე სხვათა შორის ეს უნდა გაჩვენოთ ამ წიგნის გარეშე არსად არ დავდივარ ეს გახლავთ ბიბლია და ყველას ვეუბნები რომ ყველაზე მეტად გაცვეთილი წიგნი თქვენ სახლში უნდა იყოს ეს წიგნი რატო იმიტომ რომ არ არსებობს შენს ცხოვრებაში შეკითხვა რომ აქ პასუხი არ იყოს მოცემული ყველაფერზე პასუხი გვაქვს მათ შორის ბედნიერება გინდა თუ არ გინდა მათ შორის მარხვაზე რო ვილაპარაკეთ ძველი აღთქმის ისტორიას წაიკითხავ იქაც არის მარხვის შესახებ ლაპარაკი ახალი აღთქმის ისტორიას წაიკითხავ მოციქულები გვარიგებენ ამ მარხვის შესახებ ლოცვის შესახებ იქაც არის ლაპარაკი აქაც არის ლაპარაკი როგორ იცხოვრო რაღაცა ოჯახური ამბებიც კი განხილულია იმიტომ რომ იმათ მაგალითზე ვთქვათ ნოეს ოჯახის მაგალითია აბრაამის ოჯახის მაგალითია იაკობის ოჯახის მრავალშვილიანი ოჯახის მაგალითია თუნდაც დედის ერთას მაგალითი უამრავი რამ აი ვერ იტყვის ადამიანი ვერაფრით ვერ იტყვის რომ მე რაღაცა ისეთ ცხოვრებისეულ საკითხს შევეჯახე რომ ბიბლიამ ამაზე პასუხი ვერ გამცა არ არსებობს ესეთი რამ არ არსებობს ამიტომაც თუ ვისაც აინტერესებს ეს არის ჩვენი ცხოვრების წიგნი რატომ ქვია ამას ცხოვრების წიგნი იმიტომ რომ შენ ცხოვრება აქედან უნდა ისწავლო ნამდვილი და ჭეშმარიტი თორემ ახლა მხოლოდ სიცოცხლე და სუნთქვას თუ ეძახი ცხოვრებას ნუ ეს ისედაც შესაძლებელია ნებისმიერი წიგნის გარეშე მაგრამ ბიბლია გახლავთ სწორედ ეს ცხოვრების წიგნი და ჩვენი სახელმძღვანელი რასაც არ იცნობენ ხოლმე ხშირად მორწმუნე ადამიანები და მერე ამიტომაც არის ამდენი თვითრჯულობა რომ რაღაცა თვითონ გამოტანილი დასკვნაზე ამბობს რომ ალბათ ესე იქნება უკეთესი და ამიტომ მე ესე იგი ამ დაიჟინებს ამ თავის ნათქვამს და ამბობს რომ არა ეს ნამდვილად ესეა და არ აინტერესებს საერთოდ რას ეუბნება ბიბლია და კიდევ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო რომ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა სიტყვა ვახსენეთ რამდენჯერმე და ეს ურთიერთობა ჩვენი ურთიერთობა ხო მაგალითად ეხლა ორმხრივია თქვენ კითხვას ვსვავთ მე პასუხს გცემთ აქედან მხრიდანაც იყო რაღაცა შეიძლება კითხვა რიტორიკული თუმცა მაგრამ შეიძლება იყოს დასმული ეს კითხვა ანუ ორმხრივია და ორმხრივი ურთიერთობა არის სრულყოფილი ურთიერთობა ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ კითხვებს ვსვავდეთ და მე რომ პასუხს არ ვეძლეოდე უბრალოდ ვიჯდი აქ ხედავდეთ ხო სრულყოფილი მაშინ არის როდესაც ორმხრივია ურთიერთობა ორმხრივი ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენ ღმერთთან არა მარტო ის რომ ჩვენ ველაპარაკებოდეთ არამედ მის პასუხსაც უნდა ვისმენდეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული მორწმუნე უნდა ფიქრობდეს ამის შესახებ რომ არის კი ჩემი მედიტაციურად დიახ არის კი ჩემი ცხოვრება თქვა ორმხრივი ურთიერთობა ღმერთთან ერთი არის რომ მივედი და დავდექი და ვილოცე თუნდაც ეს ფსალმონი წავიკითხე და თუნდაც ეს მედიტირება მქონდა რომ აი ამას ვიაზრებდი ესე ეს თქვა ჩემი ურთიერთობაა და ჩემი დასმული კითხვებია შეიძლება ითქვას, მაგრამ ეხლა მაინტერესებს პასუხები და ამბობს რომ აი როგორ გამცემს ღმერთი პასუხს. აქ არის პასუხი. იმიტომ რომ აქ არის ღვთისნება. აქ არის ყველაფრის შესახებ ლაპარაკი. აი, ამიტომაც, როდესაც აი მაგალითად ქრისტეს ქადაგება მთაზე ესეთი ცნობილი ფრაზა არსებობს. ეს არის მათეს სახარების მე-5, მე-6 და მე-7 თავი.
მე ყველას ვეუბნები, რომ თქვენ გაინტერესებთ როგორ ქადაგებს ქრისტე. აი წაიკითხეთ მათეს მე-5, მე-6 და მე-7 თავი. და იწყებს ამ ქადაგებას 9 ნეტარებით, რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა და აი მიყვება და მე თქვათ იქ განიხილავს უამრავ თემას. მათ შორის მამაო ჩვენოს ლოცვასაც კი ამ მე-6 თავში იძლევა, რომ როგორ უნდა ილოცონ ადამიანებმა ამის შესახებ ესაუბრება. და ეს არის პასუხი. იმიტომ რომ მე არ შეიძლება ჩემი ქრისტე მყავდეს და ვიღაცას თავისი ქრისტე ყავდეს. და რას ნიშნავს ეს თავისი ქრისტე, იცით? თვითრჯულობას. ადამიანი რომელიც დაიჟინებს რაღაცას და ამბობს რომ არა ბატონო ეს საკითხი ესე უნდა გაკეთდეს და რო ეუბნები რომ ეს არ არის ქრისტიანობა, როგორ გეკადრება? მას პირიქით ასე გონია რომ ეს ქრისტიანობაა და რომ ეუბნები რომ ეს გადაშალე და ეს წაიკითხე, ეს არც კი აქვს საკითხული. ანუ არ იცნობს ქრისტეს სულს. შეიძლება ასე. განათლებასთან პირდაპირ კავშირში და მე ვფიქრობ ყველას ეხება, დიდსაც და პატარასაც, ანუ ბრძოლასაც ყველას ეხება ნამდვილად. ყველას ეხება. განსაკუთრებულად ეხლა აი რაღაცა ბოლო დროინდელი ხვადაღებული თემა, რომ მაგალითად უნდა დავიცვათ თუ არა ჩვენ ქრისტიანობა მუშტით და მეთი რა ქვია. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. ხო, ნამდვილად აი რაღაცა დადგა საკითხი, რომ იქ ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენეს, იქ ვიღაცა გალახა ამის გამო, ვიღაცა ამბობს რომ ზადვარ ციხეშიც კი წავიდე ამის გამო და ეს არ არის ქრისტესთან არანაირ კავშირში პირდაპირ გეტყვით. არანაირი ქრისტიანული სწავლება ჩვენ მსგავს რამეს არ გვეუბნება, რომ შენ მუშტითა და კრივით უნდა დაიცვა ქრისტიანობა და ეს დაცვა გამოხატული უნდა იყოს ასე, რომ ვიღაცამ თუ საგმობის სიტყვა თქვა, შენ მიხვედი და გალახავ მას და ესე იგი ამითი თუნდაც ციხეში წახვალ და ეს არის ვაჟკაცობა. სინამდვილეში ეს საერთოდ არ არის ქრისტიანობის დაცვა, არაქრისტიანულად არ შეიძლება. ხო არ მეტო. ეგ ნაციონალიზაციაა ქრისტიანობის. რაღაც ეთნიკურ დონემდე დაყვანა და რაღაც კულტურულ დონემდე დაყვანა, ანუ რაც თავისთავად არის. ეს კიდე ცალკე პრობლემაა. ეს კიდე ცალკე პრობლემაა ჩვენ ესე იგი რაღაც აზროვნებაში, რომ აქამდე შეიძლება დაიყვანონ ადამიანებმა ქრისტიანული მოძღვრება, მაგრამ მეორე პრობლემა რა არის, იცით რომ ეს რომ არ წაუკითხავს და რომ არ გაუაზრებია, აი ის თქვათ რაღაცა გონება შიგნით არ შემოახედა, თუ წაიკითხა მხოლოდ ზერელე წაიკითხა, ან რაღაცა მოსმენილი ფრაზები აქვს, ამის გამო ეხლა ფიქრობს ასეთ რამეს რა, რომ მე ქრისტიანობა ესე უნდა დავიცვა. და უნდა გამოვიდე თქვათ და გავლახო ადამიანი, რომელიც თქვათ არ ფიქრობს ისე როგორც მე ვფიქრობ. და ეს გახლავთ ქრისტიანობის დაცვა არაქრისტიანულად, რაც პირდაპირ დარღვევა მინდა გითხრათ და მაშინ შეიძლება დაისვას კითხვა, რომ აბა როგორ დავიცვათ ქრისტიანობა? აი რა გავაკეთოთ ჩვენ? როგორ უნდა დაიცვათ იცი ქრისტიანობა? უნდა იყოთ ქრისტიანები. აი ესე უნდა დაიცვათ ქრისტიანობა. ქრისტიანობის დაცვა ხდება ჩვენი მახვილი, ჩვენი მუშტი შეიძლება ითქვას არის ბაგე, რომლითაც უნდა წარმოვთქვამდეთ აი ამ სიტყვებს, რაც აქ წერია, რაც ქრისტემ თქვა და დავადასტუროთ ის რომ ქრისტემ ასე თქვა, სახარებაში ასე გვიწერია და ჩვენ ასე უნდა ვიქცეოდეთ. თქვენ რასაც ამბობთ, ეს მცდარი აზრია. არ შეიძლება ადამიანის გალანძღვა ამის გამო. თუნდაც მცდარი აზრი აქვს, მოდგე გალანძღვა ან აგინო ან ხელით შეეხო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ სახარებისეულ სწავლებას აცდი. სახარებაში მსგავს არაფერს არ გვეუბნება ჩვენ ქრისტე რომ ასე შეიძლება მოხდეს და უფრო მეცაც გეტყვით. ნახეთ რა საინტერესო ამბავი გამახსენდა ერთი რომ ერთ-ერთ სოფელში სადაც არ მიიღებენ ქრისტეს და თავის მოციქულებს, იოანე და იაკობი მიდიან ქრისტესთან და ეუბნებიან რომ ეხლაო ვილოცებთო და ცეცხლი გარდამოვაო და დაბუგავ საქაურობასო, ესე იგი ეუბნები. იცით რატო ეუბნებიან ამას? იმიტომ რომ რამდენიმე სასწაული უკვე აღესრულა მათი ხელით და მოეწონათ ეს ამბავი. მათი ხელით რამდენიმე სასწაული აღესრულა, იხედავენ რომ ეხლა მათი მოძღვარი ძალიან დიდებულია, ძალიან ასეთი არ გამოჩენილა დედამიწაზე და ეს არის ესე იგი რაღაცა მოკლედ მესია, მხსნელი, მაგრამ ვერ იაზრებენ მესია და მხსნელშიც კი ამ სიტყვებს აღიარებს პეტრე რომ შენ ხარ მესია და ეუბნება შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა, მაგრამ აი ბოლომდე მაინც არ არის გააზრებული და აი ეს ბოლომდე არ გააზრება, სწორედ ამ სიტყვებშია გამოხატული რომ ახლა ვიტყვითო და გადმოვა აქ ცეცხლი და დაიბუგება აქაურობაო და ესე იგი გამოდის რომ ღმერთმა არ იცის როგორ მოიქცეს და შენასწავლი. თუ ცეცხლია გარდამოსასვლელი და დასაბუგია, ღმერთი იზავს ამას შენ რა შუაში ხარ, შენ საჯულად ვინ დაგნიშნა. თუ ვინმე თუ ვინმე არ არის საჭირო თვითონ გააქრობს, თვითონ წაიყვანს, რა თქმა უნდა. თუ ღმერთი უშვებს, რა თქმა უნდა.
პრეცედენტი. რა ესე თქმა იგი უნდა, ეს დასაშვებია. ფუნქცია შენთვის არავის არ დიახ. მოუნიჭებია. ამ ფუნქციით რატო სარგებლობ, რომ ახლა მე ასე აუცილებლად ასე ჩემსავით უნდა იფიქროს ყველამ. ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ცეცხლს გარდა მოუშვებ და დავბუგავ. აი ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, მეტი კი არაფერი არ არის. რასაც ამბობს იოანე და იაკობი, იქა იგივე მდგომარეობა დღესო ვის ქრისტეზე ასე ჩვენ უნდა მივიდეთ და ესე იგი უნდა ჩვენ კი არ უნდა მივიდეთ, ჩვენ სიტყვა უნდა მივიტანოთ, რა თქმა უნდა, რომ ცდომილებაშია ადამიანი. მაგრამ ის რომ იქ მიხვიდეთ თოფით და ხანჯლით და მუშტით, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ქრისტე პასუხობს ამ მოციქულებს, უპასუხოდ კი არ ტოვებს. დეუბნება ასეთ რამეს. არიცით ვისი სულისანი ხართო. რომელი სულით უნდა მოქმედებდეთ? რა მოქმედებას უნდა აღასრულებდეთ? ამ შემთხვევაში არიცითო ესო. ცეცხლის გარდამოსვლას რა უდგას წინ? ღმერთს თუ უნდა გარდამოვა, რა თქმა უნდა, ეს ცეცხლი. მაგრამ ღმერთს ყველას მოქცევა უნდა. იმ შეცდომილის მოქცევა უნდა და ცემატყებით მოქცეული ადამიანი სადმე გინახავთ? ის ხომ წინააღმდეგობაში ვარდება. პირიქით ხომ რაღაცნაირად აი ჩვენ მარხვაზე და ლოცვაზე დავიწყეთ ახლა საუბარი რა და მარხვა და ლოცვა ზოდის აქვს იცით შედეგი, როდესაც მოთმინებას ვიჩენ. თუ არ გამოვიჩინე მოთმინება და ძალიან მკაცრი ასკეტულად მარხველი ვარ, არაფერს არ ვიღებ პურისა და წყლის გარდა, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანებს ვლანძღავ, არც ერთ ადამიანს არ გაუჩნდება სურვილი, რომ ეკლესიაში მოვიდეს, იმიტომ რომ იტყვიან, რომ რისაში ჭირდება ამისი მარხვა. არის რა ყოფილა თურმე ეკლესიურობა. ეს არის თურმე მასთან ეკლესიური ასოცირდება, აი მაგ თვისებების, მაგ დამოკიდებულების გამოისობით, თქვენ რომ ახლა ძალადობა ახსენეთ და სხვა ტიპის დამოკიდებულება, მაგის გამო, მაგ მიზეზებით, ანუ ასეთი ტიპის კონსერვატორი ქრისტიანების მიზეზებით საქართველოში მინიმუმ ქრისტიანობა დამახინჯებულად არის აღქმული მეორე მხარის მხრიდან. ესეთი მარგინალიზებული რაღაც გიჟები, რაღაც ფანატიკოსები და ასე შემდეგ, ფუნდამენტალიზმს დაუკავშირდა ქრისტიანობა, რომელიც თავისი არსით განსხვავებული პარადიგმა, არათუ ფუნდამენტალიზმი კი არა, ძალადობასთანაც კი ის დამოკიდებულება აქვს, რაც თქვენ თქვით. რა თქმა უნდა, ასე არის და ეს ძალიან სამწუხაროა და არ უნდა გაიგივდეს ეს არავითარ შემთხვევაში. რაღაცა მე აი ძალიან ვთხოვ ჩვენს მენელს და ვისაც ვინც მოისმენს შეიძლება ვთქვათ მე ჩემი სახელით და თავიანთი სახელით თქვან რომ ისაუბრონ ამის შესახებ ხშირად მორწმუნე ადამიანებმა, რომ რაღაცა კერძო შემთხვევა არ უნდა დაუკავშირონ ზოგადად ეკლესიას. რაღაცა კერძო შემთხვევა არ უნდა დაუკავშირონ, თქვათ, ქრისტეს მოძღვრებას და სწავლებას, იმიტომ რომ ვიღაცა მღვდელს შეიძლება შეეშალოს და მართლაც რაღაც აღელვების ნიადაგზე რაღაცა ან სწორად ვერ თქვას, ან ვერ მოიმოქმედოს სწორად, ან რაღაცა თქვათ იქ არ ეყოს მოთმინება და შეიძლება თქვათ ხმამაღლა ანუ ხეშად გამოუვიდეს რაღაცა სათქმელი, მაგრამ ეს არის კერძო და კონკრეტული შემთხვევა და არ იგივდება არავითარ შემთხვევაში ქრისტეს მოძღვრებასთან. არაფერითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეც ბიბლიას თქვათ თუ კითხულობ და ვიცნობ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე უშეცდომოდ შემიძლია ყველაფრის გაკეთება. რა თქმა უნდა, მეც ვუშვებ შეცდომებს და მე ვუშვებ კი არა იმდენს ვუშვებ, რომ რას ამბობ, რაც უფრო მეტად ჩაიხედავთ ამ წიგნში, უფრო მეტს დაინახავთ, რომ თურმე რამდენ შეცდომას უშვებ ადამიანი დღის განმავლობაში და ყოველი წამის განმავლობაში. ამიტომაც ამის გარანტია რომ რადგანაც თქვა ბიბლია ვიცი არაფერი არ შემეშლება, ეს ამას არ ნიშნავს. შეიძლება მეც შემეშალოს, მაგრამ ის შეცდომა არ უნდა იქნას განხილული როგორც საზოგადო რაღაცა ქრისტიანული შეცდომა და დამოკიდებულება, რომ თითქოს ეკლესიას, რადგანაც მე აგრესიული ვარ, ეკლესიაა ზოგადად აგრესიული. არ არის ესე, არ არის ნამდვილად ესე, იმიტომ რომ ეკლესიას აქვს თავისი ესე იგი საძირკველი, საფუძველი, რომელიც არის ქრისტე და მისი მოძღვრება და ამ შემთხვევაში ეს როგორც გითხარით, აქ არის გაცხადებული აი ამ ძვირფას წიგნში, რომელსაც ბიბლია ქვია და იქ უნდა იმ წიგნის საფუძველზე უნდა მოხდეს განხილვა ნებისმიერი სიტუაციისა. მაგალითად, შეურაცხყოფა მოგაყენე ეს რას გეუბნება ქრისტე, რომ უნდა მოითმინო. უნდა ილოცო მისთვის. მოციქულები ამას წერენ. თვითონ ქრისტეებმა ცხოვარმა თქვა პირველ რიგში, მოციქულები ამას იმეორებენ, უფრო ავრცობენ, უფრო განამტკიცებენ ამას, თუ რაოდენ სასარგებლოა ეს მოთმინება, რომ შურისძიებას არ უპასუხო, რომ რაღაცნაირად არ იყო ესე იგი გულში არ ჩაიტოვო ეს და ბოღმით არ იყო. პირდაპირ ასეთი რამ გვიწერია წირვის დაწყების წინ მოძღვრებს, აი წიგნი რომელიც გვაქვს ჩვენ კონტაქტს უწოდებთ საფრთხისმსახურო წიგნი, რომ გადაშლი პირველივე გვერდს ასე იწყება, სანამ ლოცვა დაიწყება.
თუ კი ვინმეზე გულძვირად ხარო, დადე ეს წიგნი, წადი იმ ადამიანს ბოდიში მოუხადეო და მერე დაიწყე მსახურებაო. ისე მსახურებას აზრი არ აქვს. არავითარი აზრი. თუ კი ვინმე ადამიანი შენზე გულძვირად არის, მიუხედავად იმისა, რომ აქ თან ნახეთ დაკონკრეტებული კი არ არის, რომ იმ დავაში და კამათში გულძვირად რო დარჩა ის ადამიანი, შენ იყავი მართალი თუ ის იყავი მართალი, ამას კი არ გეკითხება. წადი და ბოდიში მოიხადე და მერე დაიწყე მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ აი მამაო ჩვენოთი რო ვლაპარაკობდით. შენ თუ მსახურებას იწყებ ასე და ფიქრობ, რომ ის ადამიანი გულძვირია და არ მაინტერესებს მისი აზრი, იმიტომ რომ მე მართალი ვარ, გამოდის რომ ძმათ არ მიგაჩნია და აქ მამას როგორ უნდა ელაპარაკო. აქ მოსული ხარ, თქვათ მღვდელი, მოსული ხარ, რომ შენი ძმები შეავედრო უნდა ეხლა ამ მამას. და როგორ უნდა შეავედრო, სასაყვედურად ხარ მოსული. უძღებიშვილის იგავი გახსოვთ? ძმა, უფროსი ძმა რო ასე ამბობს, რომ მაგარ მთელი შენი ქონება გაფლანგა და ასე. განაცხენებულია მამის აქციელზე. მამის აქციელზე განაცხენებულია. ხო, რომ იმას ესე იგი როგორ ყველაფერი მიეცი. მეზვერის და ფარისევლის იგავი გახსოვთ, რატო გამოვიდა, თქვათ, მეზვერე უფრო გამართლებული ვიდრე ფარისეველი? იმიტომ რომ მას არ ქონდა მოყვასის განცდა. ნახეთ, ეს კაცი ცუდი კაცი კი არ იყო. მარხვას ინახავდა, ლოცულობდა, ეკლესიაში შესაძიროებს აკეთებდა, სჯულს ზედმიწევნით იცავდა, ფარისევლები ზედმიწევნით იცავდნენ სჯულს. მაგრამ პრობლემა იცით რა იყო? ეხლა წარმოიდგინეთ სახლში რომ ყავდეთ ორი შვილი. და ერთი რომ მოდი, აი ერთი არის ძალიან კარგი, მოწესრიგებული, ყველანაირად მოწესრიგებული, მაგრამ მოდის და გამუდმებულად მამას შეგახსენებს. შენი შვილი უვარგისია, მე ისეთი არა ვარ, მე კარგი ვარ, ის უვარგისია. აი რა გზნობა გიჩნდება მამას, ჩვეულებრივ მამას, ოჯახის მამას, რომ ერთი შვილი თავის ძმაზე გელაპარაკება, რომ ის უვარგისია, რომ ის სჯულის დამრღვევია, რომ ის არაფრის მაქნისი არ არის, სამაგიეროდ მე სჯულს ვიცავ, მე ამას ვაკეთებ, მე კარგად ვსწავლობ, მე მეცადინეობ, მე მამა პატივს გცემ, რომ გეუბნება, ის არ გცემს აი ასე რომ გელაპარაკოს. რომლის მიმართ უფრო მეტი სიმპათია გაგიჩნდება, ჩვეულებრივ აქ ამ ქვეყნიურ ყოფაში ვამბობ. ამიტომაც მეზვერის და ფარისევლის იგავით სწორედ ეს მდგომარეობა. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გულძვირად არ უნდა იყო და იმ მამაო ჩვენოს ლოცვას ასე უნდა აცნობიერებდე, მოხვედი მამასთან სალაპარაკოთ და რაზე უნდა ელაპარაკო, რომ ვიღაცა შენი ძმა არის ბოროტი, ცუდი და ესე იგი ის არ არის არაფრის ღირსი, სამაგიეროდ მე არ ვარ ასეთი. მე არ ვარ ასეთი. ფორმა და შინაარსის ურთიერთ დამოკიდებულება მეზვერე და ფარისევლის პარადიგმაც წმინდა წერილში და უძღებიშვილის იგავის ფორმა და შინაარსის ურთიერთ მიმართება რა, ერთნი აპელაციას აკეთებენ ფორმაზე და ფორმალურ ქრისტიანობაზე და მეორენი მნიშვნელობას ანიჭებენ შინაგან გარდაქმნას, ანუ იმ შინაგან მედიტაციას, რაც თქვენ ახსენეთ რა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გასააზრებლად ქრისტიანობისთვის და ასევე ის ადამიანი, ვის მიმართაც ჩვენ ხალ გულძური და დაუშვათ ქრისტიანული გადმოსახედიდან აცნობიერებ, რომ ვიღაცა არასწორ გზაზეა, ხო? მისი გზაც ხო კონკრეტულად გზა რა, განკვეული პასუხისმგებლობა აკისრია მას და ისიც უნდა მანაც უნდა გაიაროს ეს გზა, რაღაცა ფორმით ის უნდა მივიდეს ჭეშმარიტებასთან, ხო, რაღაცა ფორმით ისიც ეძებს. ის ამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ამცდარია ამ ჭეშმარიტ ღირებულებებს, თუმცა ეს მისი გზაა, ხო? და ამ გზაზე შენ კიდევ დამაბრკოლებელი ხდები მისთვის, როცა მუშტიკრივით გინდა საკითხი გადაჭრა. ეს ერთი საკითხი და მეორე რომ თითქოს ესე იგი შანს უკარგავ ადამიანს, რომ მას არაფერი არ ეშურა, ხავაზაკი ჯვარზეც ხონდა. და რა დამსახურებისთვის ხო არ იცით, რომელი ღვაწლი აღასრულა, ერთი მარხულობდა, ლოცულობდა თუ მთელი ცხოვრება ჭეშმარიტებას აღიარებდა. არც ერთი ჩამოთვლილთაგანი მის ცხოვრებაში არ ყოფილა. მან თუ კი შეძლო ჯვარზე ცხონება, ჩვენ ესე იგი ადამიანს შანსი არ უნდა დაუკარგოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომაშია და ჩემი მოვალეობაა, რომ თქვა, რომ არა, სახარება სხვა რამეს ამბობს, ძმებო და ეს თქვათ მისი აზრი შეცდომა, ეს ნამდვილად მაქვს ამისი უფლება, მაგრამ ხომ გააჩნია თქმის ფორმას, ხომ გააჩნია დამოკიდებულებას, რომ ის რახან შეცდომილია, ამის გამო უთხრა, რომ მორჩა და მოკვეთილი ხარ და განკვეთილი ხარ და შენ ჩემთან საერთო არაფერი გავს. აი ეს დამოკიდებულება არ შეიძლება, თორე თქმით უნდა ვთქვა ნამდვილად. და ვთქვა უნდა სახარებისეულ შუქზე, რომ აი შავით თეთრზე ასე მიწერია ბატონო, ქრისტეს მოძღვრება ასეთია და ამიტომ თქვათ შეცდომა რაღაცა თქვათ ადამიანი თქვათ რასაც ამბობს ან
მისი დამოკიდებულება არასწორი, მისი დამოკიდებულება, ესე იგი, რომ ჩვენ ცით რა გვეშლება, რომ თქვათ ადამიანმა თუ შემაგინა, მე შევაგინე, რაღა განსხვავება არის ჩვენ შორის. ესე იგი, ის კი არა რომ მე ვცდილობ მის ამოყვანას ჩემ დონემზე რომ მე აქამდე არ ვიგინებოდი და ახლა ვეცდები რომ ამოვიყვანო ამ დონეზე რომ შეგინება ცუდი. არა, მე ჩავდივარ მის დონეზე. ანუ იმ საფეხურზე ჩავდივარ, რომელზეც ის დგას, იმიტომ რომ როგორც იმან შემაგინა, მეც ისე შევაგინე და მე თუ უფრო მაღალ საფეხურზე ვიდექი, ეს შეგინება იცით როგორ უნდა გავატარო? უნდა მესმოდეს რომ ეს არის ცუდი საქციელი. და მე იგივე არ უნდა გავაკეთო და ამ ადამიანს უნდა ავუხსნა ეს. სიტყვა არის უდიდესი ძალა. სიტყვით შეიძლება მართლა ადამიანი განკურნო და არა მუშტით და არა იგივე მოქმედებით, რომ შემაგინა, შევაგინიან, დავარტყი და ამით გამო ახლა ეს ადამიანი უკეთესი გახდება, ეს არავინ არ დაიჯეროთ. და არანაირი ქრისტიანული კავშირი, ესე იგი, ამას სახარებასთან არ აქვს და ქრისტიანობასთან არ აქვს მსგავს მოქმედებას. და ანუ გენერალურისა ხო თქვა მამო. ერთი ესეც ხო სრულწმენაა და ამასთან დაკავშირებით სამუშაოა და პრინციპში თუ მოგისმენენ თქვენ და ამგვარ სიტყვას ადამიანები მეტნაკლებად შეძლებენ გაიაზრონ ჯერ საკუთარი თავი და მერე სხვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აქ მაქვს შემდეგი კითხვა, ასევე ფორმა და შინაარსის და სრულწმენის კონტექსტშია ალბათ გასაზრებელი ეს კითხვაც და ეს ეხება ეგრეთ წოდებულ პილიგრიმობას და მომლოცველობას. როცა ადამიანები გონიათ, რომ სხვაგან უფრო წმინდია ვიდრე დაუშვათ აქ ფოთის რომელიღაც ტაძარში ან თბილისში სადღაც და ანუ გარბიან იქ იერუსალიმში ათონის მთაზე და რაღაცნაირად კონცენტრაცია რაღაც თავისი სულიერი მოთხოვნების განხორციელების იქ აქვს, თქვა იქ აკეთებენ გასაკეთებელ შემოწირულობებს ასე შემდეგ და შემდგომ იქიდან ჩამოსულზე რაღაც განსხვავებული პოზა უჭირავთ რომ ესენი იქ არიან ნამყოფი იმ მოძღვართან არიან ნასაუბრები იქ ზიარნენ იქ აურისეფის კვერი ჭამეს და ასე შემდეგ გაიძულებენ რომ მასსა და შენ შორის რაღაც განსხვავება იყოს, იმიტომ რომ ის განსხვავებულ დონეზე ცემდა ღმერთს თაყვანს და შენ აქ სადღაც პერიფერიაში ხარ და ნუ მოკლედ თქვენ შორის ძალიან დიდი სხვაობა. აი, აქ რეალურად რა სურათი გვაქვს რა, როგორ უნდა გვესმოდეს ეს მომლოცველობის როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური მხარე. ჩვენ კვლავ იმ საკითხს დავუბრუნდით, მე მგონი რითიც დავიწყეთ, რომ პოზიტიური მხარე და ნეგატიური მხარე ასე უნდა გვესმოდეს, რომ ამ მომლოცველობის შემდგომ რა შეიცვალა შენში. რა შეიცვალა შენში უკეთესობისკენ. სულიწმინდის ნაყოფებს რომ ჩამოთვლის პავლე, რომელი შეიძინე მათ შორის. თუ არც ერთი არ შეგიძენია, ჯობდა არ წასულიყავენ. იმიტომ რომ ადგილი კი არ გაწმენს კაცს. კაცი განწმენს ადგილს. ასეთი გამოთქმა არსებობს. ამიტომაც ვერანაირი ადგილი ვერ გაგწმენს, ვერანაირ ადგილზე დგომა სულ რომ თაბორის მთაზე ვიდგე, ესე იგი 24 საათის განმავლობაში, ვერ იხილავ შენ იმ საღვთო ნათელს, თუ კი არ გაქვს ეს შინაგანი დამოკიდებულება. იქ დგომა, ფიზიკური დგომა იქ არაფერს არ ნიშნავს. სამაგიეროდ, როდესაც წირვაზე მოგვიწოდებენ, რომ ზე გვაქვდინ გულნი, თაბორის მთისკენ მოგვიწოდებენ, თაბორის სინათლის შეხედვისკენ მოგვიწოდებენ და იქ იხილო შეიძლება ეს ნათელი და ეს შეიძლება იყოს თბილისში, მცხეთაში, რა ვიცი, აფრიკაშიც და იერუსალიმშიც და ამერიკაშიც. ამიტომაც ჩვენ ძალიან ხშირად რაღაცა არასწორად ვალაგებთ ხოლმე ამ პრიორიტეტებს, რომ თითქოს იერუსალიმში ჩასვლა მიშველის ან თქვათ ათონის მთაზე წასვლა მიშველის და იქ ჩამოვდივარ ხანდახან უფრო უარესი იქედან, იმიტომ რომ გამოდის რომ მქონდა ექსკურსია და არა მოლოცვა. რაღაცა ესე იგი ვნახე ღირსშესანიშნაობები და მეტი არაფერი ესე იგი სულში არაფერი არ შეცვლილა ჩემში. ამიტომაც ადამიანებმა ეს დამოკიდებულება როგორც ამაო იქაურ მსახურებასა და აქაურ მსახურებას შორის ან ღვთისმსახურება მსახურება როგორ შეიძლება მადლმოსილებით არანაირი განსხვავება არ არის, შეიძლება რაღაცა ტრადიცია იყოს ადგილობრივი და იმ ადგილობრივ ტრადიციაში განსხვავებული იყოს მსახურება და შეიძლება კონდეთ კიდეც რაღაც ნანახი თქვათ, ეხა უკვე ვიდეოები ვრცელდება ყველა მსახურებისა, რომ ჯერ ერთი ენა არის სხვა, გალობა არის სხვანაირი,
თქვათ იქ რაღაც შეიძლება მოხდეს ისეთი საზეიმო მსვლელობა, როგორც სპირიდონ ტრიმიფუნტელს დააბრძანებენ ხოლმე ქალაქში და მთელი ქალაქი იღებულობს და ჯარი და ესე იგი მუსიკოსები ამაში მონაწილეობას და რაღაცა ესე ჩვენთან შეიძლება უცხო იყოს ასეთი რამ არ გქონდეს აქ ნანახი, მაგრამ ხომ გეუბნებით ისევ იგივე საკითხს ვუბრუნდები, რომ რა შეიცვალა შენში? აი რა გახდი თუ არა იმაზე უკეთესი. თუნდაც ცოტა უფრო მომთმენი, თუნდაც უფრო რაღაცა ლმობიერი გული გაგიხდა თუ არა და შეგიძლია თუ არა ადამიანების თანაგრძნობა. ამის მიხედვით უნდა შეაფასო ეს შენი პილი, ისევე როგორც მარხვაც, ლოცვაც, ასე უნდა აწონოს ადამიანმა, იგივე ამ პილიგრიმობასთან მიმართებაშიც იგივე უნდა იყოს. თუმცა ამ გაგებით მე ჩვენ ხლა შეგვიძლია ჩვენი იერუსალიმის ათონის და აქ გქონდეთ ადგილზე ჩვენს ტაძარში. ამის შესახებ მინდა გელაპარაკოთ ეხლა თუ ნებას მომცემთ. დიახ. წლევანდელი წელი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წელი. 1700 წელი არის ქრისტიანობის მიღებისა, ოღონდ გულისხმობ ამ მიღებაში ბუნებრივია წმინდა ნინოს მიერ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად მეფე მირიანთან და ნანასთან, თუმცა კი ქრისტიანობის გარკვეული თემები ანდრია პირველწოდებულის ქადაგების შემდგომ საქართველოში არსებობდა და ოფიციალურად სახელმწიფო რელიგიად უკვე ჩვენ ვიცით რომ ეს იყო 326 წელი. ნუ ჩვენამდე მოღწეული ცნობებით რაღაცა ასე დასტურებენ მეცნიერები, შეიძლება რაღაც იქ გარკვეული წლები იყოს მეტნაკლებობა, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დიახ, ეს ასეა, კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ წელთან დაკავშირებით რაღაც ძალიან დიდი საზეიმო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი ეკლესიასაც და სახელმწიფოს. და მეც ერთ-ერთი თანამონაწილე ვარ ამ ზეიმებისა მოკლედ და რაღაც გარკვეული კონფერენცია, სიმპოზიუმი იქნება, რაღაცა ხატით მომლოცველობა და სადაც მომიწია წასვლა და გამგზავნეს, ყველგან გადავწყვიტე რომ მომეყოლა ერთი ისტორია. რომელ ისტორიასაც ვფიქრობ რომ თქვენს ეთერში თუ მომცემთ ნებას, ეხლა მოვყვები, რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენთვის რა არის სვეტი ცხოველი. რას ნიშნავს ქართველი ადამიანისთვის სვეტი ცხოველი, რომ საქართველოს ესე იგი სვეტი ცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენიაო ცნობილი პოეტი რომ ამბობს, რომელიც ცხელი გულის შესახებ არის ლაპარაკი, ამის შესახებ მინდა მოგითხროთ ასეთი რა. ის რომ ებრაელები ცხოვრობდნენ მცხეთაში და მცხეთას ეწოდა ახალი იერუსალიმი, რა ძალიან ხშირად ეს სახელი ბევრ ადგილას შეიძლება ეწოდა, იქ რაღაცა იერუსალიმი, მონასტერი, მათ შორის რუსეთშიც არის, იქეთ სხვა ქვეყნებშიც არის, რომ იერუსალიმს ადარებენ რაღაცნაირად, საიდანაც მათი სარწმუნოება დაიწყო, შეიძლება ესე ითქვას და მცხეთას ეწოდა ახალი იერუსალიმი და სრულიად სამართლიანად. აქ ცხოვრობდნენ ებრაელები, რომლებმაც ქრისტე ცნეს როგორც მესია. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ისრაელში მცხოვრებმა ებრაელმა საზოგადოებმა არ ცნეს ის როგორც მესია, მაგრამ მცხეთაში მცხოვრებმა ებრაელებმა ცნეს როგორც მესია და მისი კვართი, მაცხოვრის კვართი ჩამოაბრძანეს მცხეთაში როგორც უდიდესი სიწმინდე. ეს ისტორიულად ცნობილია და მოდი ამ ისტორიაზე აღარ მოვყვები დაწვრილებით, იმიტომ რომ მოქცევა იქ ქართლის არის რომ მიუთებდა წყაროების არის არ ხო, რომ რაღაცნაირად დრო არ წავართვა მაყურებელს. მე მინდა ერთ სხვა რამე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. აი მაგალითი მინდა მოვიყვანო დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაში. მე გახლავართ ტაძარში, ამაღლების ტაძრის წინამძღვარი გახლავართ, რომელიც არის სასაფლაოზე მდებარე. და რამდენიმე საფლავი ვიცი, რომ გვამი ვერ იპოვეს, სამწუხაროდ დაიკარგა ადამიანი, თუმცა კი მის მშობლებმა საფლავი შეიძინეს, ამ ტანსაცმელი დაკრძალეს და დადიან იქ ყოველწლიურად როგორც შვილის საფლავზე. მოდიან და პანაშვიდსაც იქ მახტევინებენ. იქ სადაც ვიცით რომ გვამი არ არის. რეალურად გვამი არ არის, მხოლოდ ტანსაცმელია ვიცით, სურათია, წარწერაა, ყველაფერია, მაგრამ ტანსაცმელია დაკრძალული. ახლა მე ვსვამ მარტივ კითხვას, ეს ტრადიციაც გუშინ და გუშინ წინდელი არ არის, ასე ხდებოდა ყოველთვის. ომში დაკარგულებს ასე იგრძალავდნენ, მათი ტანსაცმელი იგრძალებოდა, ან მათი ფარი იგრძალებოდა თუ საბრძოლო საჭურველს მაინც ნახავდნენ მისას. და ის ითვლებოდა რომ იყო ადამიანის საფლავი. ახლა მე ვსვამ მარტივ კითხვას. სად არის ქრისტეს საფლავი, საიდანაც აღდგა და არაფერი არ დარჩა იქ, თუ სადაც დაიგრძალა მისი ტანსაცმელი? დიახ. ამიტომაც სვეტი ცხოველი არის რეალურად ქრისტეს საფლავი.
ამიტომ ქვია მცხეთას მეორე იერუსალიმი და არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ის გქონდა ამბიცია რომ ესე დაგვერქმია ამ ქალაქისთვის. არა. ღვთისმშობლის წილხვდომილობა სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ღვთისმშობელი მოდის თავისი შვილის საფლავზე. მას აინტერესებს სად დაიგრძალა ის კვართი, იმიტომ რომ იქ არის მისი შვილის საფლავი, იქ ამას როგორც სიწმინდეს ისე უფრთხილდებიან, ის ებრაული საზოგადოება მიმღებია ღვთის სიტყვისა, გააცნობიერეს რომ მესია და მხსნელი მოევლინა ქვეყანას და ამიტომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა ჯვარცმაში. ღვთისმშობელმა ეს ყველაფერი იცის. ამიტომაც უნდა ჩამოსვლა, როდესაც ვამბობთ, იმიტომ კი არა რომ ქართველები ვართ აქ და ჩვენი ესე იგი ლამაზ თვალების ნახვა უნდა. არა, მოდიოდა იმიტომ რომ შვილის საფლავი იყო იქ და ისეთი აღმატებული სიყვარული, როგორც ღვთისმშობელს აქვს თავისი ძის მიმართ. რომელი დედობრივი სიყვარული შეედრება ამას. შესაბამისად, ეს აღძრული დედობრივი სიყვარულის გამო მოდის ის აქ. ამიტომაც ქვია მცხეთას მეორე იერუსალიმი. მეორე დამადასტურებელი ფაქტი ამისა, იცით რა გახლავთ? წმინდა ნინო საქართველოში საიდან მოვიდა? უნდა დავსვათ ხშირად ჩვენ ეს კითხვა. საიდან მოვიდა? იერუსალიმიდან. ის ხო იერუსალიმიდან წამოვიდა, იქ იყო თავის ბიძასთან. იქ ცხოვრობდა. და იერუსალიმიდან წამოვიდა და სად მიდის? ქრისტეს საფლავზე. ანუ ეხლა ვისაც არ უნდა კითხოთ დღეს თანამედროვე საზოგადოებაში, ყველა გეტყვი, სად არის ქრისტეს საფლავი? სად მიდიხარ ქრისტეს საფლავზე? ესე იგი იერუსალიმი უნდა იგულისხმო. და წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში მოდის. იმიტომ რომ ქრისტეს საფლავზე მოდის. იცის რომ აქ არის ნამდვილი რეალური ჭეშმარიტი საფლავი ქრისტესი. საიდანაც აღდგა და არაფერი არ დარჩა იქ კი არა, სადაც დაიგრძალა მისი კვართი და მატერიალური შემხებლობა, სადაც შეიძლება კონდეს, ისევე როგორც ის მშობელი ნუგეშობს, ვერ იპოვა შვილის ცხედარი, გამწარებულია მისი სული და ამიტომ ნუგეშობს მისი შვილის ტანსაცმელის დაკრძალვით და იქ მოძღვარს პანაშვიდსაც კი ახდევინებს, აი ეს მდგომარეობაა სწორედ. ამიტომაც ჩვენ ძალიან ხშირად სვეტიცხოველს ესე ჩაუვლით და იერუსალიმის ბილეთს ვიყიდით. სვეტიცხოველს ჩაუვლით და ათონისთვის ბილეთს ვიყიდით და არავის არ მოსდის თავში აზრად რომ იქ მივიდეს და იქ ილოცოს თუ მართლა ესეთი შემართება აქვს. თუ მართლა განსაკუთრებული სათხოვარი აქვს, ამაზე დიდ სიწმინდეს ვერ ნახავს ვერსად. გაგებით სვეტიცხოველი ამ კუთხით პრიორიტეტული ადგილია. პილიგრიმული რა თქმა უნდა. თუ კი მომლოცველობა კი რა და თქმა უნდა. ამაზე მნიშვნელოვანი ადგილი რეალურად არ არსებობს. ანუ რა თქმა უნდა. იერუსალიმს ამ გაგებით ისტორიული დანიშნულება აქვს და სვეტიცხოველს კი ბატონო. არსობრივი. კი ბატონო. ამიტომაც რასაც ვამბობ, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს და საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდეს, კი ბატონო, შეიძლება არ მიიღოს ეს აზრი და თქვას, რომ ნუ ახლა ეგ ამბავი ესე არ არის. თუ ისტორიას ეთანხმები, მაშინ ნამდვილად ასეა. თუ ამ ისტორიასთან წინააღმდეგობაში არ მოდიხარ, რაც ჩვენ მოქცევა იქ ქართლისაიდან ვიცით და სვეტიცხოვლის კვართის ისტორია რაც ვიცით, რომ სად დაიგრძალა და როგორ დაიგრძალა სიდონიასთან ერთად, მაშინ ნამდვილად არ მოდის ეს საკითხი წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ ეს ტრადიცია ყოველთვის არსებობდა ტანსაცმლის დაკრძალვისა, როდესაც არ იყო გვამი და ის ითვლებოდა საფლავად. ამიტომაც ეს საკითხი დავიწყებას დღესაც არ მისცემია, დღესაც ასე იქცევიან ადამიანები ამის თქმა მინდა. და თუ კი ასე იქცევიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენ რატო არ ვიქცევით ესე? ჩვენთვის რატომ არ არის ქრისტეს საფლავი იქ? და რატო გავდივართ იერუსალიმში მის საფლავის თაყვანისაცემად? აი ეს არის სწორედ კითხვა, რომელიც უნდა დაუსვას ქართველმა პილიგრიმმა საკუთარ თავს, რომ ეხლა ათონისთავზე წასვლა რომ მინდა, სვეტიცხოველთან ერთი პარაკლისი მაინც მაქვს წაკითხული, ან რაიმე ლოცვა და თუ შემივედრებია ჩემი რისთვისაც მივდივარ, ვის შესავედრებლადაც და რის შესავედრებლადაც მივდივარ ათონზე ან იერუსალიმში, ეხლა გითხულობ, რომ სვეტიცხოველში იგივე თუ გამიკეთებია. თუ არ გამიკეთებია, სულ ცოტა მე ვფიქრობ, უნდა შემრცხვეს. შესანიშნავი მაგალითია ეს. თუმცა მეორე მხრივ, ეგ თქვენაც ისტორია მოგვიყევით, ეს ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიდრე რა თქმა უნდა. პატივი და სიამაყის საგანი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა. ქრისტიანული ღირებულებების გაგებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამ, აი ჩვენ ვთქვათ, რაზეც ვილაპარაკეთ, ეხლა იქ თავისუფლება ვახსენეთ, რაღაცა სიყვარული ვახსენეთ, რომ უნდა გქონდეს ქრისტიანებს და რაღაცა სიტყვის ქადაგება. ეს ყველაფერი პასუხისმგებლობის გარეშე, იცოდეთ, რომ ყველაფერი ფუჭია.
თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე, ეს ყველაფერი ეგოიზმია და არც სიყვარულია და არც თავისუფლებაა. იმიტომ რომ თუ კი მიყვარხარ ვამბობ ამ სიტყვას, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო. მიყვარხარ ნიშნავს იმას, რომ თავს გავწირავ მე შენთვის თუ საქმეს დასჭირდა ეს. და თუ მხოლოდ სიტყვებია ეს, გამოდის რომ უბრალოდ ეგოისტი ვარ და მჭირდებოდა იმ წუთში ამის თქმა და ამიტომაც ვთქვი. მეტი არაფერი. ამიტომ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ეს დისციპლინა მოკლედ რასაც ვილაპარაკეთ რომ ამ დისციპლინის გარეშე შეუძლებელია რომ ადამიანი წარემატებოდეს სულიერად იმ მედიტაციას რასაც უნდა აკეთებდეს ვთქვათ რომ ამას იაზრებდეს თუნდაც მამაო ჩვენო იქნება თუ ფსალმუნი იქნება თუ ასე შემდგომ ეს ყველაფერი და რაც ჩამოვთვალეთ და პლუს ის რომ გაქვს ასეთი პატივი რომ საფლავის მყრობელი ხარ, საფლავის მცველი ხარ. შეიძლება ასე ითქვას. და ეს საფლავის მცველობა მარტო ის კი არ არის გულზე ჯიღის დარტყმა რომ ნახეთ ხალხო, მე რა ესე იგი მაგარი ვარ რომ აქ არის საფლავი. არა, ეს იმას ნიშნავს რომ იმაზე უფრო თავმდაბალი უნდა გახდე ვიდრე იყავი აქამდე. თუ გააცნობიერე ეს. თორე თუ არ თავმდაბლობას არ შეიძენ საფლავს სხვა უპატრონებს. ღმერთი გამოაჩენს, სხვა მეპატრონეს გამოაჩენს და ამიტომ უნდა შეიძინო თავმდაბლობა და მადლიერება, რომ ღმერთს უთხრა სათანადოდ მადლობა და დაიმდაბლო თავი და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განვეცდიდეთ. მამაო, მღვდელი როგორც მსახური თუ როგორც წინამძღვარი? ანუ მათამახარებლის ხო, მიხედვით იმ ნუ უწოდებთ საკუთარ თავს მოძღვარს. წინამძღვარს და ასე შემდეგ, ანუ ხდა იქ ესეთი პასაჟია ბოლოდ ამით რა უდიდესი თქვენგანი დაიყოს თქვენ და მსახურ. დიახ. საქმე რაში გახლავთ იცით რომ ეს ფრაზა ძალიან ხშირად გაუგებრობას იწვევს, იმიტომ რომ აი იქ რომ წერია, მათ შორის სექტანტებთან მქონდა ერთხელ რაღაც საუბარი და მათ მითხრეს რომ აი გადამიშალეს ეს წიგნი და მეუბნებია რომ აი აქ ხომ წერია რომ ნუ რა ვიცი უწოდებთ მოძღვარს და თქვენ რატო გიწოდებენ მოძღვარს, რატო გიწოდებენ მამას, რატო გიწოდებენ და მე ვთხარი ასეთი რამ რომ ქრისტე არის თუ არა მკურნალი მეთქი. კი, ხოდა ექიმს რატო უწოდებთ მაშინ ექიმს? იმიტომ რომ ქრისტე მკურნალიც არის. მან ხომ განკურნა, ბრმას თვალი აუხილა, მიცვალებული გააცოცხლა და ასე შემდგომ. ხო მართალია. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში მღვდელიც ქრისტეს უნდა განასახიერებდეს. და ამიტომაც მამა მეწოდება არა იმიტომ რომ მე ვარ ახლა დიდი მოძღვარი და მამა, არამედ პატივისცემა გამოხატულება ღმერთის მიმართ არის ეს ადამიანისგან დამოკიდებული. სხვათა შორის თვითონ მღვდელმა ესე არ უნდა წარადგინოს თავი. აი მაგალითად ეხლა დაიწყო ჩვენი გადაცემა და მე რომ მეთქვა რომ მე ვარ მამა კახაბერი, ეს არასწორი დამოკიდებული. არ შეიძლება ესე არ უნდა თქვა. მე უნდა ვთქვა რომ მე ვარ მღვდელი კახაბერი. და თქვენ გადაწყვეტთ მე მამას დამიძახებთ, ბიძას თუ ძმას, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ამიტომ არ შეიძლება მე შევზღუდო თქვენი თავისუფლება და ესე წარმოგიდგეთ რომ მე მამა კახაბერი ვარ, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ აუცილებლად მამა კახაბერით უნდა მომმართოთ. არავის არ ვაიძულებთ ჩვენ ამას. მე წარმოგიდგებით ესე, მე გახლავართ მღვდელი ნამდვილად ვარ, ხელდასხმული ვარ, ამაში ეჭვი არ მეპარება, 60 კილო უწყვეტობის ამ ჯაჭვში ვარ ღვთისწყალობით ესე აღმოჩენილი, ამიტომ წარმოგიდგებით ესე, როგორც მღვდელი კახაბერი და ვიღაცამ შეიძლება გადაწყვიტოს რომ არ მიწოდოს მამა და მიწოდოს ძმა, ნუ ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ კი მიწოდებს მამას, ეს არის გამოხატულება, რომ ღმერთის მღვდელი ვარ. და არა ის რომ მე მაქვს ეს დამსახურება და ჩემი პირადი დამსახურებაა ესეთი. ღმერთის მღვდლობის გამო, ღმერთთან დამოკიდებულების გამო, ან იმ ხელზე რომ ემთხვევიან მღვდელს, როგორ ფიქრობთ ახლა რომ ჩემი ხელები ვიღაცის ხელებზე უფრო წმინდაა და ამიტომ ემთხვევიან ჩემს ხელს? არა, იმიტომ რომ ჩვენ მატერიალურ სამყაროში რადგანაც ვცხოვრობთ, საიდუმლოებები რომელიც აღესრულება რაღაცა გარკვეული მატერიალური ნივთიერებით უნდა აღესრულოს, მაგალითად ნათლობა წყლით უნდა მოხდეს. ზიარება პურისა და ღვინის სახით უნდა მოხდეს. თქვათ ქორწინება გვირგვინის სახით უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ოღონდ ეს გვირგვინი ვიღაცამ უნდა დაგადგას. ჩვენ ვამბობთ რომ საიდუმლოებას აღასრულებს ვინ? მღვდელი? არა, ეს შეცდომაა. საიდუმლოებას მღვდელი არ აღასრულებს. საიდუმლოებას აღასრულებს ქრისტე. ოღონდ მღვდლის ხელით.
ამიტომაც მღვდლის ხელმა კი დაგადგა, მაგრამ ქრისტე აღასრულებს საიდუმლოებას და ხელზე მთხვევა სწორედ ამის ნიშანია, რომ ქრისტეს აღმასრულებე, ანუ ქრისტეს იარაღს ამ შემთხვევაში შეიძლება მე ვუწოდებდე მამას, ვუწოდებდე მოძღვარს, ვუწოდებდე ვემთხვეოდე ხელზე და ასე შემდგომ და ეს დამოკიდებულება არის არა კერპთაყვანისმცემლობა, რომ რაღაცა გავაკერპე და ეს მოძღვარი მგონია ეს მოძღვარი მგონია ახლა მე მხსნელი, გადამრჩენელი და ეს არის ყველა არა ქრისტეს სახებას ვემთხვევი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქრისტეს სისხლი და ხორცის მომწოდებელია ჩემთვის. იმ წყლის დამსხმელია ჩემთვის, რომელიც წყალიც ყველანაირ ცოდვას განბანს ჩემგან ნათლობის პროცესში. ამიტომ ამ ხელებით აღესრულება, მღვდლის ხელებით აღესრულება ეს ანუ და ამიტომაც ის ღვთისმსახურია სიტყვა მაგებით, მაინც ეს მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირია ორი სიტყვის. ღვთისმსახური, იგივე ღვთისმსახური, ანუ მსახურება აქ ხაზგასმითია ღმერთთან მიმართებითაც და კაცთან მიმართებითაც, ხო? რა ორივე თქმა უნდა. შემთხვევაში მღვდელი არის ფორმა, რომელიც გამოხატულია მსახურებაში. რა თქმა უნდა. მღვდელი არის ფორმა გამოხატულია მსახურებაში და ღვთისმსახურება რა არის ღვთისმსახურება? მოდით ესეც ვთქვათ. რომ მე თუ არ მივემსახურები ღმერთს, ესე იგი რაღაც დააკლდება და თუ მივემსახურები რამე მოემატება, ესე ასეთი ფიქრი ხო რაღაცა ბავშვური ფიქრია. სინამდვილეში ეს არის ხალხის მსახურება. მე გახლავართ ხალხის მსახური. რომ ღმერთმა დამავალა ვემსახურო ხალხს. ეს არის ჩემი მოვალეობა, მეტი არაფერი. დამავალა ვემსახურო ხალხს, იმიტომ რომ უნდა ნათლობა, უნდა მოვნათლო. ოღონდ უნდა გავაცნობიერო ამაში. ამას ამავდროულად სწავლებაც დამავალა, რომ ეს ნათლობა არ იყოს ფორმალური და მოდი ახლა წყალს დაგასხამ, წახვალ და მეტი არაფერი არ არის საჭირო, არა, უნდა გავაცნობიერო, რომ შეგნებით მიუდგეს ამ საკითხს. ვუქადაგო სახარებაში როგორ წერია, როგორ იყო ძველი აღთქმის ისტორია, როგორია ახალი აღთქმის ისტორია, ეს ყველაფერი უნდა იმ წამსთან დაკავშირებით რომ ვლაპარაკობდით წეღან რომ რაღაც საზეპიროებს წამსი უნდა იცოდე ზეპირად ის კი არ მჭირდება ავთანდილის ანდერძივით მჭირდება მისი გაშინაარსება რომ შენ ეს უნდა გესმოდეს რის შესახებ არის ლაპარაკი ამიტომაც ეს თუ არ ვასწავლე ესე რა აზრი აქვს ადამიანის მონათვლას აი თუ ზრდასრული ადამიანი მოვიდა და არ ვარ მონათლული და მომნათლე პირდაპირ ჩავაყენე და მომნათლე და არ ავუხსენი რას აკეთებს და სად მიდის ეს ხომ აზრს კარგავს და ფორმალობა მხოლოდ რაღაცა ფორმალური მოქმედება ამიტომაც მე ვარ მსახური ამ ხალხისა რომელიც მოვიდა და აინტერესებს ავუხსენი ახსნის შემდგომ დათანხმდა მომნათლე მოვიდა აინტერესებს ახსარების შესახებ ავუხსენი ზიარების შესახებ ავუხსენი ეკლესიური ცხოვრების აი ახალი კაცი როგორ უნდა დაიბადო ამის შესახებ როგორც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ასე საუბრობ ხოლმე და ეს არის სწორედ ჩემი მსახურება, რომლითაც მე ვემსახურები საზოგადოებას. ღმერთის დავალებით შეიძლება ასე ითქვას და ვარ ამ შემთხვევაში მისი ხელი, როდესაც ზიარებას ვაწვდი ადამიანს. ვარ მისი ბაგე, როდესაც წარმოვთქვა სახარებას ვკითხულობ. ვარ მისი თვალი, როდესაც თქვათ რაღაცნაირად ამ ადამიანებს ხედავ რომ დავანახო რაღაც და ასე შემდგომ უამრავი რამ შეიძლება ითქვას. ანუ რეალურად ახლა რო ჩამოვაყალიბო, მე როგორ გავიგე თქვენი ნათქვამი, ანუ მღვდელი თავისი არსით არის ღვთისმსახური და კაცისმსახური, თუმცა ეს მოძღვარი, მამაო და სხვა ეპითეტები არა კულტურული ფენომენია, რომელიც საზოგადოებამ დაამკვიდრა, თუმცა ეს შინაარსს თავისთავად არ ცვლის. ანუ ღვთისმსახურად რჩება, ღვთისმსახურად რჩება, ეს არის ხო, ახლა ვიღაცამ ცნობს, მე თუ არ ცნობს, მამას დამიძახებს თუ არ დამიძახებს, მე ხომ მღვდელი ვარ, იმიტომ რომ დადგენილი ვარ და ხელდასხმული ვარ და საიდუმლოება არის ჩემზე აღსრულებული, ამიტომაც მე გახლავართ მღვდელი, ასე წარუდგები საზოგადოებას და ახლა მე თვითონ ხალხმა გადაწყვიტოს, რომ ჩემი მსახურება უნდათ თუ არ უნდათ. ანუ მე ღმერთმა ჩათვალეთ, რომ აი დამადგინა გამომგზავნა ხალხთან და ეხლა ხალხი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. უნდათ ჩემი მსახურება. ნათლობა უნდა მოვნათლავ. და ასე შემდგომ თქვა სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაშიც. მართლაც ასეა. ბარემ ერთი კითხვაც მამა საბოლოო ჯამში რომ დავაგვირგვინოთ ჩვენ დღევანდელი შეხვედრა. ეკლესიის გაგების ფენომენი მაინტერესებს. საკუთრივ ხშირად არის ისე რომ ეკლესია ხან ინდივიდებს უკავშირდება კონკრეტულ პერსონაჟებს და თქვენ ახსენეთ აქ შეიძლება მოძღვრის და მღვდლის არასწორი მის მიმართ არასწორი დამოკიდებულება თუდად იყოს აგებული და ასე შემდეგ. შეიძლება მღვდელთან იყოს ეს დაკავშირება, შეიძლება ეპისკოპოსთან, შეიძლება კონკრეტულ საპატრიარქოსთანაც კი როგორც ადმინისტრაციულ ორგანოსთან. შესაძლებელია თუ არა ეკლესია გაუთანაბრდეს რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს? არავითარ შემთხვევაში. ეკლესიის თავი არის ქრისტე.
ჩვენ ეს პირდაპირ გვიწერია, არაერთი სამოციქულო მოწმობს ამას, პავლე მოციქული ამის შესახებ ძალიან ხშირად საუბრობს. ეკლესიის თავი არის ქრისტე და არ შეიძლება ჩვენ ეს რომელიმე სხვა პიროვნებას გაუიგივოთ. ამიტომაც, როდესაც თქვათ რაღაცა განცხადება კეთდება, თქვათ საპატრიარქო არის ადმინისტრაციული მმართველობა ჩვენი ეკლესიისა, იმიტომ რომ ეკლესია მოგხსენება დიდია, ბევრი მღვდელია, ბევრი მღვდელმთავარია, ეს ყველაფერი რაღაცა გარკვეულ ადმინისტრირებას საჭიროებს, შესაბამისად საპატრიარქო არის გახლავთ სწორედ ეს ადმინისტრაცია და ამ შემთხვევაში მისი განცხადება არის ადმინისტრაციული სახის განცხადება. შეიძლება იყოს სულიერი რაღაცა განცხადებაც, მოწოდება სულიერი, როგორც ვთქვათ, პატრიარქი გარდა ადმინისტრაციული მმართველობისა სულიერი მამაა და მოგიწოდებდეს რაღაცა სულიერად რაღაცა კურთხევას გასცემდეს და ასე შემდგომ. თუმცა კი გაიგივება, რომ რაღაცა ერთი კონკრეტული შემთხვევა ან ერთი კონკრეტული განცხადება, ან რაღაცა რახან ამან თქვა ეს არის ეკლესია, არა. ეკლესია გახლავთ დაფუძნებული კლდეზე, როგორც ეს ჩვენ სახარებაში ვიცით, იმათე სახარების მე-16 თავი არის, ოდესაც ეკითხება მაცხოვარი თავის მოციქულებს, რომ ვინ გგონი ვართ თქვენ მე და პეტრე მოციქული დაასწრებს ყველას და ეუბნება, რომ შენ ხარ იესო ქრისტე ძე ღვთისა. და მაცხოვარი პასუხობს მას, რომ შენ ესო შენმა სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადავა, რომეთ მამამ ზეციერმა და ამ შენ ხარ კლდე, ნახეთ რა საინტერესო სიტყვებს ეუბნება. შენ ხარ კლდე, ამ კლდეზე ავაშენებ ეკლესიას და ბჭენი ჯოჯუხეთისანი ვერ მოერევიან მას. აი ხლა ეს კითხვა უნდა დაისვას. კლდე ვინ არის? პეტრე? აი ეს ეშლებათ ადამიანებს. პეტრე არ არის კლდე. და რატომ? იქვე სახარებას თუ იგივე მე-16 თუ გავაგზავნებთ, ნახავთ. მაცხოვარი წებს ლაპარაკს, რომ მე ხა იერუსალიმში უნდა ავიდე, იქ უნდა დამიჭირონ, შემიპყრონ, ტანჯვა წამება, მოკლედ თავის წინას არ მეტყველებს რაც მოხდება. და პეტრე ეუბნება, რომ არა, ნუ გააკეთებ ამას. და მაცხოვარი ეუბნება, განვეთ ჩემგან სატანა, კაცისასა ზრახავ და არა ღვთისასა. აი ხა გეკითხებით 2 წუთის წინ ეუბნება შენ ხარ კლდე, ახლა ეუბნება განვეთ ჩემგან სატანა. რომელია? სინამდვილეში პეტრეზე, როდესაც ვამბობთ, რომ არის კლდე, ან მერე საერთოდ ხო ვიცით, რომ სამჯერ უარყო ქრისტე. მერე ვნახეთ, რომ როგორი სინანული ქონდა ამის გამო. ამიტომ არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს ეს ყველაფერი, ნათქვამი, რომ ერთი ადამიანი არის ეკლესია. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ კლდე არის სინამდვილეში არა პეტრე, არამედ ის, რაც მან თქვა. კლდე არის, თუ კი შენ ამბობ, რომ შენ ხარ იესო ძე ღვთისა. აი ეს არის ის კლდე, რომელსაც ბჭენი ჯოჯუხეთისანი ვერ მოერევიან. იმიტომ რომ ამისი აღიარება, რომ იესო არის ძე ღვთისა, ეს არის სარწმუნოების კლდე. თუ ეს სარწმუნოების კლდეა და ამაზე თუ არის დაშენებული ეკლესია, მაშინ გამოდის, რომ ქრისტეს მოძღვრებაზეა დაშენებული ეკლესია და თუ კი ვინმე ამ ქრისტეს მოძღვრების ოდნავ სხვა რამეს იტყვის, ის აღარ არის უკვე ეკლესია. ამიტომაც შეცდომა თუ მოუვა ადამიანს, შეცდომას რა თქმა უნდა პატიება მოყვება, თუ კი ითხოვს ეს ადამიანი პატიებას, მაგრამ თუ კი არ ითხოვს პატიებას, ის ამ ეკლესიიდან ავტომატურად გარეთ აყენებს თავის თავს. ანუ ამ კლდეზე აღარ დგას. ისევე როგორც პეტრე. თქვათ ამ წუთში ამას რო ამბობდა, მეორე წუთში ისეთი რამ უთხრა, განვეთ ჩემგან სატანაო პეტრეს ეუბნება. ამიტომაც კლდე ხარ მაშინ, როდესაც ამას აღიარებ და ამის შემდგომ იძიებ იმას, რომ ამ მოძღვრებაში, ამ ეკლესიას რა შეუძლია შენთვის? ანუ ეკლესია, ამ კლდეზე დამდგარი ეკლესია აღიარებული იმით, რომ ქრისტე შენ ხარ ძე ღვთისა და აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ ვიცით რა არის ეკლესიის საფუძველი, საძირკველი და რა არის ეკლესიის მოძღვრება, რომ ქრისტე რასაც გეუბნება. ოდნავი გადახვევა ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ დააყენე თავი გარეთ, ისევე როგორც პეტრემ დააყენა გარეთ და იმ წამს შეუთხრეს, განვეთ ჩემგან სატანა. მაგრამ როგორც კი შემოbrunდა და იტყვის, რომ არა შენ ხარ ძე ღვთისა და ვემორჩილები მე ამ სიტყვას, მაშინვე ისევ კლდე ხდება, ანუ ამ კლდეზე დაფუძნებული ეკლესიის წევრი ხდება. ამიტომაც არა კონკრეტულად პეტრე პიროვნება, არამედ ეს აღიარება გახლავთ, ანუ ეს სარწმუნოება გახლავთ კლდე და ამიტომაც რაღაცა კერძო პიროვნებებზე არასდროს არ უნდა იყოს დაყრდნობილი ჩვენი მსჯელობა, რომ რახან იმან ასე თქვა,
ეს გადამოწმებას ექვემდებარება ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის წმინდანების ნათქვამიც კი. იმიტომ რომ წმინდანები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და რაღაცა გარკვეული შეცდომები მოძდიოდა, თქვენ არ გეგონოთ რომ რახან წმინდანია ის უშეცდომო იყო. მას შეიძლება რაღაცა შეცდომა მოძდიოდა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ იმ შეცდომას ინანიებდა ეს ადამიანი და იმიტომაც არის წმინდანი, თორე მათ შორის საღვთისმეტყველო დიალოგებშიც კი წმინდანებს შეცდომები მოუვიდათ, თუმცა კი რა თქმა უნდა, როდესაც მიუთითეს ეს მითითება მიიღეს მათ თავდაბლურად და შეიგნეს რომ ნამდვილად სწორს ეუბნებოდნენ და ამიტომაც არიან წმინდანები. ამიტომაც დღევანდელ დღესაც ვინმე კონკრეტულ როგორი ავტორიტეტიც არ უნდა იყოს. როგორი დიდ სიმაღლეზეც არ უნდა იდგეს ადამიანი, თქვა რომ რადგანაც მან თქვა, ესე იგი აღარ გადავამოწმებ მე ამას. როგორ არ გადავამოწმებ? მაშინ რატომ დავდივარ ამ წიგნით? ხო, მოკლედ ამ წიგნს ხშირად ვახსენებ და ხშირად ვაჩვენებ, რომ ადამიანებმა მინდა რომ ხშირად გადაშალონ. ძალიან სწორად აკეთებთ ამას. მამა კახაბერ. მადლობთ. მადლობა თქვენ, მამა კახაბერ, ასეთი საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო დღისთვის, მოკლედ. რამე ისეთი ხო არ არის, რის თქმაც გინდოდათ და მე შეკითხვა ვერ დაგისვით. არაფერი, ერთადერთი. ხო, დიახ. ერთადერთი ამას ვიტყოდი, რომ ამ 1700 წლისთავთან დაკავშირებით ძალიან დიდი მზადება იყო პატრიარქი ილიას მიერ. და თქვენი ამ ეთერის საშუალებითაც ვიტყვით, თუ შეიძლება რა ასგულისხმობდა ის ამ მზადებაში. რაღაცნაირად წმინდეს უნდოდა, რომ ესო ისეთი დიდი ზეიმი უნდა იყოსო, ყველა ქართველმა უნდა მიიღოსო ამაშიო მონაწილეობა. და ეს მონაწილეობა ძალიან ხშირად ჩნდება შეკითხვა, რომ აი როგორ უნდა მივახა, გავიგერო სიმპოზიუმზე სამეცნიერო კონფერენციაა და მეცნიერი გამოვა მოხსენებით, მაგრამ მე რომ უბრალო ადამიანი ვარ და ვთქვათ, იქ პოეტმა ლექსი დაწერა და ვიღაც სპექტაკლი დადგა რეჟისორმა. ამას ეძღვნება ამ 1700 წლისთავს, ეხლა რაც ჩამოგითვალეთ ყველაფერი. მაგრამ მე რო არ მაქვს, ვთქვათ, მსგავსი რაღაც ნიჭები, რითი შეიძლება მივიღო. და მაშინ დადგა ეს საკითხი და მე მინდა გავიმეორო ეხლა თქვენი ტელეეთერის საშუალებით, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და გააკეთოს ის, რაც აქამდე არ გაუკეთებია. აი მაგალითად, თუ არასდროს უმარხულია, დაიწყოს მარხვა. მოძღვარი არ ყოლია, მივიდეს გაესაუბროს მოძღვარს. ახსარება არასდროს უთქვამს, ჩააბაროს ეს ახსარება, ნახოს გამოცდილება მიიღოს. რაღაცა შეიძინოს მოკლედ და ეს იქნება ეს საერთოობა, თანამონაწილეობა და ამ საერთოობას ძალიან აფასებს ღმერთი. ისევე როგორც ვთქვით არაერთგზის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მამაო ჩვენოს თქმის უფლება მაშინ გაქვს, თუ კი მიგაჩნია ადამიანები შენს დაძმებად და აი ამ საერთოობას სწორედ ასე აფასებს ღმერთი რა, რომ შენ ამ საერთოობაში, ამ საერთო ზეიმში იღებულობ მონაწილეობას, თუნდაც შენი ცილედი წვლილი შეგაქვს, რომ აი არასდროს თქვათ არ გაგჩენია სურვილი მარხვისა და მოდი ეხლა ამ გამოცდილებით მივალ მოძღვართან და გავესაუბრები რაღაცა მარხვას გადავწყვეტ არა რაღაცა მიზან დასახულობით რომ მე ამ მარხვის გამო მე რაღაც ჯილდოს არაფერი უბრალოდ აი რაღაცა გავხდე რაღაცა შევიძინო და რაღაცა მეტი მოვისმინო თუნდაც საეკლესიო გამოცდილება ესე იგი შევიძინო ადამიანმა და ასე მიიღოს ყველა მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი წელი 1700 წლიანი ისტორიით, ქრისტიანული ისტორიით, ვერ დაიკვეხნის თითქმის ვერც ერთი ქვეყანა და ამიტომ ესეც გარკვეული პასუხისმგებლობაა გარდა სიხარულისა, გარდა სამართლიანი სიამაყისა, რომ სამართლიანად შეიძლება ამაყობდე ამით კაცი. ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. გენიალური დასასრულია. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. დაგემშვიდობებით თქვენ და დამემშვიდობები ჩემს მაყურებელს. დროებით.